მოგონებებით სავსე სურნელი. პროფილი ემასათისგან. ნამდვილ მარგალიტს არეშინია ასაკის. კრემი ნატურალური მარგალიტის ექსტრაქტით. ემასათისგან. მარგალიტის კვირეული -30%. მოგონებებით სავსე სურნელი. პროფილი ემასათისგან. ნამდვილ მარგალიტს არეშინია ასაკის. კრემი ნატურალური მარგალიტის ექსტრაქტით. ემასათისგან. მარგალიტის კვირეული -30%. ყვავილები თოვდა მოგაფერ შეჭემ არაფერი არ მახსოვდა. მე მინდა რომ მოგონება წელებს ვინ მიკო მღერის აბა? ვინ მღერის? ცოცხალი აღარ არის შედეგერდი შენზე პატარა. ბუკა მანაგაზე. გადაცემა სარკასტიკა გახსნილად გამოგვიცხადებია. სტეფანე სიშიშვლისთვის უკაცრავად ბოდიში მოგიხდით, თუმცა თამამი ბიჭია ზოგადად. იმსახურებს, იმიტომ დასჯილია. იცი რა თან რაღაც ასაკში ძალიან აიშ. აი მე როგორ მინდოდა რომ აქ წამებშუტუნე. მოდი შენსაც გავხსნი რა. გაეტრია შენი დიდი ჩუჩქიანი ხელებით რა. ბოდიში მოიხადა. მოკლედ მეგობრებო, დიდი ხანია გადაცემა ვერაზე სარკასტიკა გადახვედი. გახსნილად კი, სხვათა შორის კი. გახსნილად გამოგვიცხადებია, მქონდა დაუვიწყარი დაბადების დღე, რისთვისაც შუაგულს უდიდესი მადლობა, იმიტომ რომ ეს იყო დაუვიწყარი თავისი დეკორით, თავისი კვებით, თავისი სივრცით, თავისი ყველაფრით და როდესაც მთელი ქვეყანა ინგრეოდა და დარდობდა. სუფრაზე ამდენი მდიდარი ადამიანი პირველად ვნახე. ხოდა გამიგეუბრე. ყველა დაცვით იყო მოსული. მეგობრებო, მინდა ვთქვა, რომ ნაზღაიძის ეს ამხელა შემოქმედება, პოპულარობა და ასე შემდეგ შამანებთან ყოფილა დაკავშირებული. რა ხდებოდა იმ დღეს? ესე იგი, დიდი დიღომი დაიწყო. შეჭემა, აი სცენარს რატო არ სწავლობ? ჯერ უნდა გავიდეს დაბადების დღის სიუჟეტი იმ შუაგულის და მერე უნდა თქვა ეგ. კაი ჯანდაბას. ჯანდაბას, ხო თავიდან უნდა დავიწყო ყველაფერი. ხო, კაი თავიდან დაიწყე. არა, დაიწყე ხა შენ ყველაფერი, მიდი. რა ბედნიერი კვირა გქონდა. ჩვენი უსაყვარლესი ნაზღო. მაგრამ ხო იცი იმასაც დაგიტოვებ ხა იმასაც და ამასაც გავუშვებ. ჩვენი უსაყვარლესი ნაზღო გახდა 42 წლის. მეგობრებო, შუაგულს უდიდესი მადლობა. ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ თქვენთვის დაუვიწყარი ნებისმიერი ღონისძიება. ეს იქნება დაბადების დღე, წვეულება, ქორწილი, არ ვიცი, ყველაფერი შეება ქელეხის პრინციპში რა პრობლემაა. ლამაზად გაკეთებული. სხვათა შორის რო შევიკრიბეთ, შენი დაბადების დღე როგორი უნდა ყოფილიყო, აი, ხოიცის რო არის, შენი ფანტაზიური გაგისტრიტა. თქვენი ფანტაზიური დედები უნდა ხო გავაკეთე. გებიცები, ნაზღაიძეს უნდოდა დიდი ჭაღები შუაგულ მინდორში, ყვავილები, ჯერ მარტო ერთი ტრაილერი ყვავილები და ლიმონი. ლიმონი მოიტანეს 3 მეშოკი. კაი, მოდი ვნახოთ სიუჟეტი. შუაგულს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა. ამონათება მათი გვერდი და ვისაც გსურთ დაუვიწყარი ღონისძიება, დაუვიწყარი საღამო თქვენთვის რომ იყოს. აი, თვლი რომ ძალიან მაგარი. აი, მე შემდეგ ვფიქრობ, რომ მე აი ეგეთი დაბადების დღეზე, აი ნამყოფი ხო არ ვიყავი და არც მენახა. თან მით უმეტეს, როდესაც დაბადების დღეს ერთი პატარა მონაკვეთი ავტვირთე, 3 დღეში მილიონზე მეტი ნახვა აქვს. რა სიწავ? დაფასებული ვარ, ლენინი ვარ. ხალხს უყვარ ხარ, ხალხს ახარებს, რომ შენ წლები გემატება. მოკლედ, შუაგულს უდიდესი მადლობა დაუვიწყარი საღამოსთვის და ვისაც გსურთ დაუვიწყარი საღამო გქონდეთ თქვენ მომავალში, აუცილებლად ეწვიეთ მათ, იმიტომ რომ ისინი გააკეთებენ ყველაფერს ისე, როგორც თქვენ გინდა, იმაზე უკეთეს გააკეთებენ. ამიტომაც მოდი სიუჟეტი ვნახოთ და მე დავუბრუნდე. თან ეს სიუჟეტის დროს მეყვარს ხოლმე პოც რო ვაფუილებ და თუ შეიძლება რომ მოვწიო. მე მაგ დღეს შავი. თან ბუღაც. აბა გაუში. მიდი. დაატრიალე პლასტინკა. დატრიალდა პლასტინკა.
აი მე მართლა რა მაგარი კადრებია, ჰოლივუდში მგონია თავი. შეჭემო ჰოლივუდ რა შუაში რა აი ჰოლივუდში რო გადის ხოლმე ხო იცი ბოლოს წეულებები რო აქვს რა after party-ები და რაღაცა კარდაშიანების ოჯახში გეგონათ თავი. ხო აი სხვადასხვა მეგობრებო მინდა აღვნიშნო ნაზღაიძე მალავს რომ მას ის არის შამანი. ეს სხვათა შორის ხო რაც მაგნიჭი მაქვს. ესე იგი სტუმრები მიკავშირდებიან ნაზღაიძეს როგორ დაუკავშირდებოდნენ იმენა მოკაზმაში იყო გადართული და საჩუქრებს ითვლიდა და ფულს ითვლიდა ფულისია და გონდა მე მიყვარს ესე ანუ მაჩუკეთ ფული ფეში როგორც გინდა დაუძახე და მე მევიყიდი და მე ვიყიდი რასაც მინდა იმიტომ რომ უმეტესად ძირითადად ადამიანები მჩუქნიან ისეთ ნივთებს რომელსაც არ ვიყენებ ერთი მე ვჩუქნის სხვა ადამიანებს ორი ურეკავდა ერთი ძალიან გავლენიანი ქალბატონი და რა გიყიდობოდა ნაზღაიძემ აი არც მოერი და არც უთხრა რომ არ იწვალოო ფული მომეციო ფულის მუსო ჩემი სახლი დაამშვენა ულამაზესმა ახალმა ჩუქჩიკებმა წერად იყავი ეხლა რომ მიყვალ და არაფერი არ დაკოდეს კამერები აყენია რა უნდა მეთქვა ესე იგი თელი დიდი ღომი დაისეთყვა ხალხი მანქანები გაუფუჭდა ზოგის ვაფშე სეტყვაში მოყვა და ამ დროს შენ რა შელოცვა ჩაატარე ვინ გასავლა ბებიებისგან თურმე თუ გინდა რომ იმ სივრცეში არ იყოს წვიმა და ყველგან ჩამოიქცეს იმ სივრცის გარდა სადაც ამას აკეთებ უნდა ხის ქვეშ დაყარო მარილით არ იყოს წვიმ არ იყოს წვიმა ამ ტერიტორიაზე საწყალი ხე იმედი არ გახმება ეს არის ჩვენი დიდი ბებიების შელოცვა თუ არ გინდა რომ წვიმა წამოვიდეს უნდა იმ ტერიტორიაზე მარილი დაყარო ხის ქვეშ და გააკეთო ეს შელოცვა და ფაქტია გამოვიდა რომ მთელი ქალაქი დაისეთყვა დაიქცა დაინგრა თუმცა ჩემ დაბადების დღეზე ყველაფერი ფანტასტიკურად იყო მე ვფიქრობ მეგობრებო ესეთი ბედნიერი ამას ნაზღაიძეს ვერ მოვაყოლებ იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ იქ რო ამას შელოცვა გაუკეთა იმ ტერიტორიაზე რო წვიმა არ მოსულიყო ეს თელი სეტყვა გარშემო აი თბილისისკენ გადმოგზავნე და აი ვისაც მანქანა გაგინადგურდათ და სახლები დაგეგრათ აი ნაზღვის დაბრალი არის. შენ დაბადების დღეს სიმშრალეში ჩაგეტარები და. კაი, მოდი გადავიდეთ სპონსორებზე. რა სპონსორები? მე მაინტერესებს. ანუ არ მორჩები ხო ახლა? არა, სანამ სპონსორებზე გადავალთ, მე მაინტერესებს საიდან აი სუწუწუნებ. ხო იცი სკალი რო არის ფოკუსნიკა ვარო ამ 8000 ლარის ვალი მაქვს და 4000 ლარის დავაჭროთ რაღაც აი 4000 ლარის საქონელი მაქვს და 6733 ლარის ნიზია მაქვს გაწემული არ ვარ ფოკუსნიკი საიდან ახერხებ რომ თან ესე კარგად ცხოვრობ და თან კიდე ესე დაბადების დღეებს იხდი მოყევი გიზ ეს საიდუმლო გავამხილო აი ეს არაფერი არ მინდა აი მაგრა წვიმდეს ეს შელოცვა მასწავლე რომ აი ეს გავაკეთო ხოლმე რომ აი იმიტომ რომ შემოსავალზე მეტი გასავალი გაქვს. და მაინც კარგად ცხოვრობ. ხო, აი მასწავლე რა. ჩვენ ხო ისეთი ფოკუსნიკიერი ვარ ზოგადად. ესე ვარ რა. იქალივით ფოკუსნიკა. კაი მორჩეთ ახლა, გეყოფა გლიცინი. შუაგულს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა. ჩვენი გადაცემის სპონსორია სანდომი ტკბილეულობის სამყარო, კრეკერების, ვაფლების, რა ვიცი, ყველაფრის მარილიანი ჭხირების, ეს არის კომპანია, რომელშიც შეიძლება დააგემნოთ ქართული უგემრიელი პროდუქტი. თან ახლა ხო იცი, ახლა ჩემპიონატები მიმდინარეობს და მარილიანი ჭხირები ამ დროს მისწრება არის რა. შენი კუჭისთვისაც მისწრებაა. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია Flame Food-ის ტრაფიკების ობიექტი, რომელშიც შეიძლება დააგემნოთ უგემრიელესი კერძები. ასევე მეგობრებო, თუ გინდა ჩვენარი ხარისხიანი გადაცემები ჩაწეროთ, მიაკითხეთ podcast points. სხვათა შორის ნაზღვა ისე კი ძველ თემას უბრუნდება, მაგრამ შენ დაბადების დღეზე ისეთი მაგარი და გემრიელი საჭმელები იყო, მუცელი გამეზარდა. მუცელი შეჭემა ისედე გაზდილი კაფეზე მეკალი. აი, ის შეგაქვს სრულ ორსულობა. ან მაგარი ლობიო გაქვს ნაჭამი ყოველ დღე რა ვიცი ხა. შენი მუცლის იდიდე. გარე ორსულობა ხო არა? ხელოვნური განაყოფიერება ხო არ ჩაიტა. შეხუცი ადრე ყოფილა მომენტები რომ კაცებსაც გაუჩენიათ ბავშვები. არასოდეს არ ყოფილა მსგავსი მომენტი, ეს არის ფილმებში და ხა იოდის ნაკლებობა თუ გაქვს პირდაპირ თქვი ახლა. ეხლა მაგარი იქნება რომ ათის მერე ბავშვს რო ვაჭენ. ძალიან მაგარი იქნება ფინანსურად ავშენდებით, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო შენზე ჩაატარებს რაღაც ექსპერიმენტებს და მე ვიქნები შენი მენეჯერი. კაი, მე ხო იცი შენი მეგობარი ვარ. მე შენთვის ყველაფერი კარგი მინდა და რადგან მუცელზე ესეთი პრობლემა გაქვს, მე შენ გიშველი. როგორ მიშველი? გაწექი მაგიდაზე. ჰა?
მაგიტოს დაწიკი ბიჭო. თქვენ ნახეთ ჯერ სიუჟეტი და მე ჩვენ დავბრუნდებით. ეხლა უნდა ჩაუგდო ამ ქალბატონს დიდი მუცელი, დიდი, ნახეთ. გინეკოლოგის მაგიდაზე ვარ. მანდაც წახოს. ხარ შემამოწმებაში თავი და მიდი. დაიცა. ზო? ნერვიულობ. გოიცინი, მიდი. გიორგი ექიმოვ ნერვიულობ. ჯერ მოყევი რაც მიკეთებ, რომ მომვარდი ეგრევე. მოკლედ სიუჟეტი ნახეთ და ეხლა თამაზაზე უნდა ჩავატაროთ ეს პროცედურა, თუ როგორ მოქმედებს და როგორ აქრობს ერთი პროცედურით ეს ადამიანი მუცელს. ვინმეს გაუქრეთ რა პირველი. კი, ხალმა გაუქრო და ეს ილეთები და ეს ეხლა მე პირველი ვარ? თუ დადიხარ ესე ვერაზე და პაციენტი პირველი ხარ. თუ ვერაზე დადიხარ ესე. ვერაზე გამختარი ხალხი ცხოვრობს, ეს ყავაზე გაზრდილი თაობა. ნერვი ძალიან არ დამოწვე ხლი ჟოგა მაგიზე და всё, აწიეთ. და ჯვინუ იწერ. დაიცა. აი, 3 2 1. ნერვიულობ გიორგი ნერვიულობ. ოი მე შეიარდე მუცელი, შეიარდე. აღარ მინდა. აი, დაიც. აი ხახო. ერთი პროცედურის ბოლოში პასიცა თქვი. რა ვთქო. რო არ მომწერო ნახის. ჩემი მომსახურება ღირს 150-დან 200 ლარამდე, თუმცა ფაზეკლები დღეები გვაქვს შაბათ კვირას. მუცლის ზომას გააჩნია. ხო კმაყოფილი ხარ. ძალიან კმაყოფილი ვარ, ცოტა შეწითოდი. მაგრამ ეს რასაც დამაწეკი დაბლა დაიწია. იმასაც ხო არ ეშოვი. ხო არ გავიდა განავალი გორეთ. ადეკი ეხა გეყოფა. იცი რა, ეხლა დაადგა ეს რასაც დააწეკი სწორნაცლავს დაადგა ძალა. იმასაც ხო არ მგონდა. აეთარი. აი, მზად ხარ? აი მე. მოკლედ, ეს მუცელი ხო არ დამიბრუნდება. არა, მე ისეთ მასას ვაკეთებ, რომ მუცელი ქრება. всё, მზად ხარ? ხო, მზათა ვარ, დაიწყე შე რაღაცა. მოკლედ, ახალი ნიუსი გავრცელდა, გიორგი თორაძე იგივე თორჩო, არის ვიდეო, უბრალოდ ნიუსი რა, ვიდეო არის და ტაქსში, სამაშ ტაქსში, ну, როგორც არის. ტაქსში ზის და ფარულად აკეთებს ჩანაწერს, სადაც მძღოლი ესაუბრება სხვადასხვა თემებზე. მაინც რაზე ესაუბრება? ну, იქ სექსზე ესაუბრება, ვიღაც ქალებთან სექსზე, რაღაცა, რამდენად ეს სადა გაქვს ტაქსში? ხო, გარყვნილია ეს ქართველი ხალხმა როგორ აიშვა რაღაცა და შტაბეჭება მრჩება, რომ ბოლოს გიორგი თორაძე, მე მგონი სახში ვერც მივიდა. სექსუალურად ხო არ შეავიწროვეს? მე ისე მგონია, რომ შეიძლება რაღაცა აბა დავრეკოთ შევიწროვებული. შევიწროვებული ხო არ არის? სიუჟეტი ვნახოთ, თუ ვიდეო ვნახოთ და თან დაურეკოთ გიორგის. სიმპათიური ბიჭი ხარ, კაი ნაშები გიყოლებაში. არის საშუალება. მაგის ვედი რა თბილისში რა. ნამდვილად. ნამდვილად. აკნაურებულია მთელი თბილისი. ესე დაალაგდა. საბოლოო ჯამში ესე დაალაგდა. ხო, როგორ ნერვიულობ თორჩოზე? ხო არ გაუპატიურა. არ ვიცი. და როგორც ვთქვი, ძალიან პატიოსანი ბიჭია, ხელდაუდებელი და ხوار და ბაჟიშვილი, თუ რა. მეთქი რატო შეეცვალა ხმა? გიორგი, სალამი. სარკასტიკიდან გირეკავთ, როგორ ახარ? კარგად, როგორ ხარ? რაღაცა არა, პრინციპში ვიცით რატომაც ხარ მოწყენილი, შენი ვიდეო ვნახეთ. რა ვიდეო ვნახეთ? აი, ტაქსში რო ზიხარ და მძღოლი რო გესაუბრება სხვადასხვა ესეთ ინტიმურ საკითხებზე. რა პედნიერია, როგორ დასრულდა? გადაგამაკე ხა ახალ კლიპს ვიღებ და ხო და სანამ კლიპს გადაიხო, ის შენი კლიპს უფრო არ ექნება, იმდენი ნახვა, როგორ ჩვენთან ზარი იქნება. ვერ მიტყოდი ჩემო კარგო. კაი, შევადაროთ ვერ. მითხარ ეხა. აი მოკაზრა. რითი დასრულდა? ვიმედ რა? თორჩო, რითი დასრულდა? ხახო, ხო არ აფრენ, რა ხდება? თუდად გახდა ისე ინერვიულა შენზე, რომ ის ტაქსისტ სექსუალურად ავიწროვებდაო.
რა მოხდა როგორ დასრულდა მე? მოვიწროვებდი, მაგრამ რაღაცებს მეუბნებოდა ისე საინტერესოს, რასაც არ მეუბნებიან ხოლმე. კომენტარებში წავიკითხე რომ ვიღაცები გიწერდნენ რომ ისაო ცდელობა ხო არ ქონდაო შენთანო რაღაცა სექსუალური შევიწროებისო რაზეც იძახი კის. რაზეც ვიძახი კის, მაგას ვიძახი ხუმრობით, რა თქმა უნდა, მაგრამ იყო იქ პატარა გლასუნი, იყვიერი გლასუნი. იყო ხელით გადმოწევა უკანა სავარძელზე. ხელი ხო არ ჩაგიცაცუნა გაწკრიალებულს. ფიზიკურ შეხებას არ ქონია მართალი რომ ლაპარაკო. ფიზიკურ შეხებას არ ქონია ადგილი. მაგრამ იქ იყო რაღაც სიტყვიერი გლასუნი, იქ იყო რაღაც პატარა ფლირტავების მომენტი, მარჯვენა სარკეში თვალის აბრიალებით ყურება სარკიდან უკანა მხარეს და ასე შემდეგ. და შენ რა ქენი რომ გამოგხედა შენ საით გაიხედე? არაფერი რა ვქენი რა უნდა მეცნობა. თვალებში ჩახედე და უთხარი შედეგენერატორ ამდენს ბედა? არა, კარგად მოგიყვებით. კაი გატრენილი კი იჯექი და ვიდეოს იღებდი. თორჩო. მე მგონი უნდა რომ უფასოდ ეს გოლი პირველი არ ყოფილა, ისეთი მომზადებული იყავი, არის ხო რამდენი რა? პირველი არ ყოფილა რა თქმა უნდა ეგრევე. ჰოპა, სკაპა, და გადავიღე, მაგრამ ამბავი ის არის რომ ძალიან სასაცილოდ იყო რომ მიმიყვანა სახთან, მითხრა რომ ხალი მწყური რაღაც სახს რო უახლოვდებოდით უკვე რა იქ დარჩენილო იყო რომ 2 წუთი დარჩა თუ რაღაც უცებ მეუბნება რომ რაღაც მომწყურდა. ოდითამდე თან გავაჩერე მაღაზიაში რა სიგარეტი ვიყიდე და მკითხე რა. წყალი, ვაიმე, სახში რო აიყვანე. ჯერ იცი რა არის სინდისიც კაი ნამუსია იცი რა არის თუ სექსი უნდა ხა საკუთარ სახში ეს უკვე უხერხულია რა პრობლემა იქნებოდა კონდა ტორეო წაღებული იცი რა არის შენ რო ჩვენი ტორეო გქონიყო ტორეო ხო იცი რა კაი რაღაცა ორჯერ მის ხაპი შეგებ სექსი გინდება ანაბიარებს და როგორ არ მინდა რომ თელი საქართველოს უბე გამოზნიკინიტატიოდეს ხო და გადაცემაში რომ მოხვალ მე შენზე უნდა დავტეს თამაზაზე დავტესდი და ფანტაზიურად იმოქმედა გადაცემაში მე დანიშნია თქვენ გადაცემაში მოსვლა მაგრამ ჯერ რაც მეპატიჟებით დარასტავეთ სიაში ხარ ჩაწერილი სიაში ხარ მოემზადე აი მე შეშინია მაქსი ნუ გეშინია ჩვენც გვეშინია ანუ ესე კი მშვიდობიანად დამთავრდა და ბედნიერი ხარ დამთავრდა ყველანაირად განადობას არ ქონია ადგილი აჰა და დავედი ბოლოს უთხარი კაი ხარ არ ხო არაფრენ ხო და დავედი სახში დავედი გვიხარია რომ კარგად ახარ თავს გაუფრთხილდი მადლობა გიო რომ გვიპასუხე კარგად მადლობა მიყვარხარ პაკა ჩვენც ესე იგი ჩემო მეგობრებო აღმოჩნდა ის რომ ტაქსში უნდა ვიყოთ ფრთხილად მე არც მეგონა ტაქსი შევიწევ ესე იწყება რაღაცა საუბრებით ვითომ აი თბილისში ყველა სექსით არის და რაღაცა და მე გეპარებია ხელის გადმოცურვა და რაღაცები და წყურია ხო კიდე ბავშვის შეიძლება ვიღაცა შეეშინდეს და უარი ვერც უთხრას ანუ ჰა ანუ შენ შეიძლება შეგეშინდეს უარი არ უთხრა არა არ მომკლას ან რაღაცა ხო შეიძლება ეგეთი არა მე ხა სერიოზულად ჩახედე შეიძლება შეგეშინდეს და დათანხმდე ანუ შენ დათანხმდები ამ შემთხვევაში თუ შეგეშინდა ტაქსით არ დავდივარ და რომ მოგი ტაქსი დადიხარ შენ დადიხარ მე მეტყოდი ეხლა შენ მომის ვიდეო აქ ვერ დაგნებდები მიხა Păi mei nu dami bine lepțesc, biciu. Păi mei ac ver dagnebdebi, biciu. Minam xelar moater ver dagnebdebi. Păi mei. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. შენ შეუიწროები ხარ ვიღაცას სექსუალურად? სხვათა შორის ერთ-ერთ სამსახურში იყო სექსუალური შევიწროების ცდელობა. ხუმრობას რო გადაუხვიეთ. იქ ოთახში ალბათ აგიყვანა. ოთახში არა, ამიყვანეს არა ის შესაწყალო შენა. ცდელობა იყო და დაბადების აღარ მინდა, აღარ გავაგრძელოთ საუბარი. კაი, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. სასიხარულო ამბავი. აბა? ამ გოგონამ ატირა ერი, ატირა ბერი, აღნავლა ერი, აღნავლა ბერი, ისევ ატირა აღნავლა. ისეთი პოსტები ქონდა რამის იყო ვამელისი გამიგზავნა შეკვირებით. გადაცემაში არა, იტირა, დავშორდი ქმარსო, მარი ნაკანმა განაცხადა. ისევ ინერვიულე ქმარს ალკევეძებდით. სადაც ალთას იყო გაქცეული საბერძნეთში საგულაო. ეს სოლი აქ ბალთას იყო და ნუ მოკლედ აი ძალიან დრამაში ვიყავით შესრულები. ცრემლი ვერ დავაგდე, მაგრამ დრამაში ვიყავით. ცრემსათო ვერ აგდებ თქვი? რომელ წამალს ასვავ? ვამელისი. მეგობრებო, თუ არ გინდა დარდი და საერთოდ ფოთვა ქონდეთ, ვამელისი სტრეს გიხსნის კარკასზე მოყევ ხარ. აი მარინაკას რო სოდოდა და მის ქმარს ეს ვამელისი კი არ დაიშლებოდნენ. შეიძლება აღარ შერიგებულიყვნენ. ხო, ეგეც არის. მოკლედ მარინაკანი და მისი მეუღლე შერიგდნენ.
გვეტირებ, აი უკანაც ტირის ყველა. ეხლა დაურეკოთ მარინაკანს, მიულოცოთ შერიგება და როგორ მოხდა მოგვიყოს, იმიტომ რომ თელ ერს კი მოუყვა, როგორ დაშორდნენ ერთმანეთს და რა იყო მიზეზები სხვადასხვა. ეხლა მაინტერესებს შერიგება როგორ მოხდა. თან მაინტერესებს როგორ აპატია ქმარს ღალატი. და ვინ თქვა რომ ქმარს? თვითონ იძახის რომ ქმარმა უღალატა საბერძნეთში იყო თავის ნაშასთან ერთად წასული. არა, შეჩემა იქამდე იყო დაშორება, მერე წავიდა საგრია. ხო და იქ სხვა ქალთან ერთად არისო. საბერძნეთში. შენ უამატებ რა? არა, მე ეგეთი ჭორი გავიგე და ჩემი ჭორები ხო იცი? მარი, სალამი, როგორ ახლა სარკასტიკიდან გირეკავთ? გალო, სუსიცილით რა სიწყებ ამი ჩვენ ზარებს, ვერ გავიგე. რა ბედნიერია. ჩემი კაკანი. ნახე. აქ უნდა აი ვისაც გაქვთ მაგალითად კვერცხის კომპანია, თქვენი რეკლამა შეიძლება აქ ამონათებულიყო. აი რომელიმე კომპანია, კვერცხის კომპანია ამონათებოდა აქ თქვენი რეკლამა აქ რო ყოფილიყო. რაშვები როგორ ახარ? კარგა შენ. ჩვენ ფანტასტიურად. მოდი სიცილი ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ ახლა. გავიგე რომ ქმარს შეურიგდი. აბარა. ჩვენ ტორეო გვაქვს მიღებული ვართ ემოციის მაქსიმუმი. გოგო, როგორ შემოუში ნაგულავები ქმარი ისევ სახში? მოიცა, როგორ შერიგდით? არა, ხა რკინის ტრუსი კითხვა არ წავიდა საბერძნეთში. საბერძნეთში 3 თვე მარტო. მოიცა დაამთავროთ, შეტევა აქვს, სპაზმა აქვს. შეტევა აქვს. სპაზმა დასრულდება, მოიცა. всё, მორჩა? ხო და მითხარი, როგორ შერიგდით? კბილაკთან. ისევ აქ წერ ChatGPT-ს SMS-ებს თუ აღარ, როგორ შერიგება მაინტერესებს. ხო და როგორ მოხდა შერიგება? ჩამოვიდა, გითხრა რომ მარი, მე შენ გარეში არ შემიძლია, ტორეო დავლიე და უნდა ვიყოთ ერთად. ბევრი საჩუქარი ჩამომიტანა. შეიძლება მაგიტო იყო წასული, შენთვის რაღაცები იყიდე და შეგეგონა რომ დაგშვება. ვიცით ტორეო. კაი, ანუ მოკლედ შერიგდით, ხართ ერთად? კი. ეხაც ერთად ხართ? კი, შეირნობთ. არ უნდა 1-2 სიტყვა გითხრას თუ დაიცადე ცოტა მწარე რაღაცები უნდა შევეკითხო. შენ რო გითხარი რომ მე ეჭვი მაქვსო რომ საბერძნეთში ვიღაც გოგოსთან ერთად არისო. სალამი, როგორ ახარ? რავი, კარგად. ვიცი რა მითხარი, რატო წახვედი საბერძნეთში? სამშობლო. სად საბერძნეთში? მარიმ თქვა რომ დამშორდა და საბერძნეთში წავიდაო. არა, ტყუილი იყო, სერიალი იყო სულ. სახში იყავი გამოკეტილის 2 კვირა ის სანამ გადაცემაში გადიო. ხო, ჩამკეტეს და სერიალი გაღურებინეს რა. მე ტორეოს გარეშე როგორ გაძელის სახში? არისო ადვილი. არისო? კი, ცოტა იმოქმედა ჩემს ფსიქოლოგიურადაც. ხო და ტორეოა შენთვის, რაც ეს 2 კვირა დაიკელი, ეხა ტორეო გამოიყენე და აინაზღაურებ ყველაფერს. რა არის ეგ ტორეო? გეტყვი, გადაცემას უყურეთ, ძალიან ფანტასტიკური საშუალება, ეს ყველა სჭირდება. მითხარი, ეხლა როგორ მოხდა თქვენი მართლა შერიგება, მართლა მაინტერესებს. ალბათ იცი რომ პირადსხმებას უფრთხილდები მე. განსხვავებით მეუღლისგან. ნუ არ დავაკონკრეტებ. აი რა გააკეთა ისეთი შენმა მეუღლემ, რის გამოც შენ დაშორდი რაღაც ეტაპზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ პირადსხმებას უფრთხილდები. კაი, მიეცი მარის ტელეფონი, არღის შენთან საუბარი. კი, არღის დავდილა. კარგი, მიეცი. მიეცი მისცეს ისე ვის ყველაფერს მოგვიყვება. მოხვედი? ხო. მითხარი, როგორ შერიგდა? რა იყო დაშორების მიზეზი, რა გითხრა საბოლოო ჯამში? არაფერი ვაფშე. ანუ ჩამოვიდა და უბრალოდ კარი გააღე და მოხვედი და დაჯექი მოდი წვნიანი ჭამოთ. ხო. სადასე რა ხო, გოგო, შენ ეხა ისეთი ემოციური ხარ, რა ხო? ისე შეიძლება, ხო იცი? შეიძლება იტირა. მოხვედი. გელოდებოდი. კაი, შემდეგი სერია როდის არის თქვენი დაშორების? არ არის მეტი შემორჩა. კაი, ღმერთი თქვენკენ. კოცნი. მიდი კოცნი, წასვლისას გაგვიცინ ერთი. მიყვარ შეკვეთით რომ კოცნი, პაკა-პაკა. მოკლედ რა გავიგეთ ამ ზარიდან? არაფერი. აი ესე თუ დაშორდის, უნდა დაშორდე. დაშტადი, წამოდი არ მიყვარს რა. ნუ დიდი წლების ურთიერთობა აქვს, ყავს საერთო შვილები და ალბათ ამან განაპირობა ის რომ შერიგდნენ. თუმცა ქმარმა აღიარა ის რომ უფრო მაინც მეუღლე არ უფრთხილდება ამ პირად ჩვენ ცხოვრებასა. ესე არ უნდა მოსულიყო გადაცემებში და ელაპარაკა.
ჯერ დაიცადი იქნება და ბრუნდება ის კაცი უკან. იქნება და მარტო წავიდა საჩუქრებით ჩამოსა. მე ნახე ჟორჟოლიანის შოუში ისე ტიროდა რომ რა ვიცი. გული მომივიდა. მოდი გადავიდეთ ჩვენ სპონსორებზე. გადაცემის სპონსორია ენერგეტიკული სასმელი ხანგრძლივი ენერგიისათვის საუკეთესო ინგრედიენტებითა და ევროპული ტექნოლოგიებით შექმნილი. წარმოებულია საქართველოში წყალი მარგებელის ქარხანაში და ეს არის ჩვენი ახალი სპონსორი ბუღა. გაგვიმარჯოს. იმ ორ წყვილს გაუმარჯოს ჯერიქ და კარგად იყვნენ, მაგრად იყვნენ ყველაფერი საუკეთესო. ასევე, ჩვენი გადაცემის სპონსორია მიჰაუსი, რომელიც არის ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ლამინატი, კაფელმეტალხი, კედლის ნებისმიერი საფარი და სხვა სარემონტო სამშენებლო მასალები. მიჰაუსში ასევე შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო არჩევანი თქვენი სახლის მოწყობისათვის. პოცი ჩვენთან ერთად არის? შენ დაეჩვიე ჩემ იმას. კარგი, შემდეგი დრამა ქართულ შოუ ბიზნესში, ვითომ შოუ ბიზნესში, არ ვიცი როგორ ვთქვათ, ცნობილი იუთუბერი და ინფლუენსერი, ხო? ხო სწორედ ვიძახი. რა ვეღარ გაიგებ ნაზღულ ვირას სალიწერავა და გიორგი ჯობავა. თვალიწერო მეგონი მოდელიც არის, მოდელიც არის გოგო. მოდელიც არის. დაშორდნენ ერთმანეთს და მოდი ახლა დაურეკო და ამ დრამაში ჩავერთო ჩვენ. ჩვენ ის ვართ. მოკლედ ურეკავთ მოდელ ინფლუენსერ ინდ მეწარმეს სალიწერავას, ესე დავიქვა, ხო? მრავალშვილიან დედას. მრავალშვილიანი დედა. ალო. სალი მინდო და გესმენთ? სალი, გამარჯობა, გადაცემა სარკასტიკი და გირეკავთ. გავრცელებული ამბით, შენ და შენი მეუღლე დაშორდით და გვაინტერესებთ გადავამოწმოთ ეს ინფორმაცია მართალი არის თუ არა. არა, არ არის მართალი. მე მგონი მართალია, ისე იცინი, ამ მომწარებული სიცილი იყო. ანუ 100 ჯერ დამირაგას უკვე და მაგით ამეცინება. და საიდან გავცილდა? ხალხს არ უყვარს ბოლომდე ამბების კითხვა. არ ხსნიან ლინკს, არ გადადიან და არ იგებენ ინფორმაციას, ამის ბრალია ეს გავრცელებული ჯარი. და რო გადავსულიყავი და ბოლომდე წაგვეკითხა, რაც წავიკითხავდით, აბა მითხარი? ნუ არ დავშორებულ ვართ. და რატო გავცელდა მაშინ ეს ჯორი? იმიტომ რომ ხალხს არ უყვარს ამბების კითხვა. და რო წაგვეკითხა, რაც წავიკითხავდით? არ დავშორებულ ვართ, არა. იჩხუბეთ? იჩხუბეთ? არა. ის ავტობუსი ვერ გაიყავით თუ ის მიკრო რაღაცა? შენ ხო არ მოპარე, შენ ქმარს კამერები. გოგო, ან შენი ქმარი იმდენი ხანია აფრიკაში, რომ გონია რომ უკვე რაღაცა ყავს ქმარი. ლომა შეჭამა. მე ვეფხებს და რაღაცებს რო იღებს. კაი, ესე იგი არ დაშორებული. ხან მეც ეგრე მგონია. კაი. წარმატებები, მადლობა. ისე ბედნიერი მეგონი გამელისხებულობს ეს. გოგო, თუ მაინც ახლა დაშორებას აპირებ თან რაღაცა, ხوارინა ბამელისი გამოგიზავნოთ ერთი შემოთო. დაუცილებლად. კაი, მადლობა. აბა, წარმატებები. პაკა. ჩვენ არ გვიყვარს ყველა და რატო ეუბნები რომ გიყვარს ყველა? ნახე, რო გიძახით მიყვარხარ, რომ მეც ვეუბნები მიყვარხარ მეთქი, აბა. ქმარს დაურეკოთ, სახში არ იქნება და ეგრევე გადავამოწმებ. ურეკავთ ქმარ ჯობავს. 595. ვაიმე, სასტრაფოთ. ერთი წამი. ეხლა უყურე. სასტრაფოთ ხალხო მოусმინეთ. ზარზე რა აყენია? ჩავიჯოვე ხა. მოგესალმებით. გამშვიდობით გიორგი. თუ მალევე არ გიგვასწრებთ ესე იგი დაკავებული ვარ და 729 და 930 უღადარეკავთ. მოიცერებ SMS-ი და აუცილებლად ძალიან კითხავს. მაშინ ადგილზე გეიმიუთიშავ და აღარც მიმწერდი. მოიცა გვიპასუხოს და გავთიშოთ. მე ფიქრობ ამ გოგოს მაგერა სწორი იყო გადაწყვეტება რომ დაშორდა. ანუ ამ მოამწარე. მე რო ქალი ვიყო და ჩემ ქმარს ეყენოს ესეთი ზარი, ალბათ 900 იქიდან არ დავანახებდი. ზარი შეხედე. მე მეკუდე მაშინ. არ იღებს, იმიტომ ცოლმა დაურეკა სასტრაფოდ არ უპასუხო. რა მოგწერა? ვერ გპასუხობთ მომწერ, ალბათ ისევ გაძარცვეს. საწყალი. კაი, მოდი. ჩვენი მთავარი გადაცემის აზრი რაც არის, მიყვარს. რა? ზარები ხო არა? არა, სხვა რაღაცას ვიძახდი. გადაცემა სარკასტიკაში, ზარების დროა! რა მაგრა ღრიალებ, ვაიმე. ხელი, შენ ისედაც საჩივარი მაქვს და შემოსატანი ეს დღეში მაქვს ეს მხარე გაიმორიტ და მარტი. შიჭე მე იმის ბრალია რომ აკვანში იწეკი რაღაცა დეფორმირებულში და მე რა შუაში ვარ. უკანა საგურო ფორმა გაქვს, შეხედე. ჩვენი გადაცემის სპონსორია ქართული ბრენდის საფერო, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებით ქმნის სახის, თმის და სხეულის მოვლის საშუალებას. ჩვენი სილამაზსა და ჯანმრთელობისთვის. ესე ლამაზად რომ გამოიყურება ჩემი თმა, საფეროს დამსახურებაა.
ფუმფულა და გრია და ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია Moonlight Tbilisi, თანამედროვე სილამაზის სივრცე, სადაც მაღალი ხარისხი, პროფესიონალური მომსახურება, კომფორტული გარემო, ხელმისაწვდომი ფასები დაგვხვდებათ. ეს არის სივრცე, რომელიც აერთიანებს ყველაფერს ერთად: სილამაზეს, დაბალ ფასებს და კარგ მომსახურებას. ეხლა მიწევს უკვე მისასვლელი ვარ. კარგი. ეპილაცია უნდა გავიკეთო. და გადავიდეთ ისევ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. არა, ამ შენ თქვი. წინაზე იცი რა ამ ჩამისვა წინაზე რო ყვირი ვარ. ერთად თქვათ მიდი მაშინ როგორც მე არ მათქი. და გადავედით ზარებზე. და პირველი მსხვერპლი გადაცემა სარკასტიკის არის რომელი ავირჩიოთ? კახა მიქიაშვილი, მსახიობი, ტელეწამყვანი. ამა შენ ურეკავ. როგორ გეშინია ამ ხალხის და რატო ვერ გავიგე? კახას უნდა დაურეკოთ რა ჯდება მისი ღონისძიებები მიყავს და კახას უნდა დაურეკოთ და ვკითხოთ რა ჯდება მისი მომსახურება. ონს ქალის ხმაზე ურეკავ, მე მყავს მახინჯი მეუღლე და მინდა რომ ერთ-ერთ საღამოზე გამომყვეს როგორც ჩემი ის კავალერი. boyfriend. boyfriend-ი, როგორც უთხარი რომ სექსამდე არ მივალთ თუ მას სურვილი არ ექნება. აი თუ სურვილი ექნება, ლოგინშიც გამოვწდით. შენ ისეთი ხარ დაიკლავ კაყას. მეცა. ალო. ალო. არის ძალიან ქალიშვილის ხმა ხონდა, ისე კიდე ნახველი წამოიდგა. ალო. კახა მინდოდა? გისმენთ? ბატონო კახა, გამარჯობა. ბუხი ხმა გამივიდა შეჭე. მამაშა. კაი, მოდი დაურეკოთ. ეხა არ გამაცინო ოღონდ. არა. ურეკავ ცისანა სეფიაშვილს. მე სანდომში ვჭამ. სეფიაშვილი ხო იცი ვინ არის? აზია რა ვარ. ცისანა სეფიაშვილი არც გამიგია. ცისანა. ვინ არის ცისანა? მომღერალი როა, ქუჩის ბიჭებთან ერთად რომ მღერის. თბილისის ზღვაზე. არ ვიცი ბიჭო. თბილისის ზღვა ხო იცი? თბილისის ზღვა ვიცი, ქუჩის. ხო და მან იმღერეს რამაც. წერას ამღერის. რას მღერის? თამან არის ის. როგორც მომღერალი ვიცი, მაგრამ რას მღერის? აი მე დავადოთ მე რას ამღერის. მოკლედ ცისანა სეფიაშვილს ურეკავთ ჯანმრთელობის ფონდიდან და გვინდა რომ ბარტერი სანაცვლოდ გადაუნერგოთ სხვადასხვა ორგანოები. მაგალითად რეები გვიწერია. გინდა მე დამარეკინე. ხო. მე ჩემ ხმას იცნობს. მოემდან. სწორი ნაწლავი და რაღაცები რო გადაუნერგოთ. მიდი კაცო ყველაფერს გადაუნერგავ. ოღონდ კაცის ხმით. მაუწია ხმას. კაცის ხმას ხო კომპანიიდან სტავებ. და ქალბატონო ციცინო გამარჯობა. ცისანა კი, ვინმე ბოდიშ გიფტით. რატო გაწუხებთ იცი? ჯანმრთელობის ფონდიდან გიკავშირდებით. გცალიათ ტელევიზორს რომ დაუწიოთ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გითხრათ. გისმენთ, დიახ. ესეთი ისა გვაქვს PR კამპანია, გვაქვს ცნობილ ადამიანებს, თუ სჭირდებათ რამე ორგანოს გადანერგვა, ჩვენ ბარტერის სანაცვლოდ ვუნერგავთ. ეხლა მე გეტყვით, ჩვენ რა გვაქვს, რა ორგანოები გვაქვს ხა ამ ეტაპზე. ეს არის ფილტვი, ღვიძლი და სწორი ნაწლავი და ველოდებით გულს. აჰა, გასაგებია, გულს გადავინერგავდი. თუ მდგომარეობაში გაქვთ ხო? დიახ, უგულობას განიცდის. სრულიად მსოფლიო და დიდი სიამოვნებით გადავინერგავდი გულს. მე მეგონა ის ყველა მომღერალი როგორ ჩობა, მე მეგონა ფილტვებს დაელოდებოდით. ხმა დიაპაზონის. არა. ანუ გული. გული, დიახ. რამდენ სარქოლიანი გული გნებავთ? რაც უფრო მეტი უკეთესი. კარგით. ჩაბიჭნა. ნახოთ. იდიოტო, სწორი ნაწლავი უნდა გეთქვა. სწორი ნაწლავი? მომენტ ავრეკო. კაი, ნუ აი ეს რა ზარი იყო ეხა ეს. მიდი იგივეზე დამარეკიდე სხვასთან. ნათია ფანჯიკიძეს დაურეკოთ ფსიქოლოგს. გინდა იგივე ზარი ამაზე? არა, ფანჯიკიძე უხერია მიხვდება. ნათიას დაურეკო და უთხრათ რომ ჩემი მეუღლე თქვენთან დადიოდა ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ყოველდღე იღვიძებს და პირში ფანარს ინათებს და მე რეიძახისო კმაყოფილი ვარ და რომ ვკითხე თქვენ დაარიგეთ ესე. ხო. რატომ? თუ გვიპასუხა ნათია ზოგადად არ გვპასუხობს, როგორი ფსიქოლოგი არის პაციენტებს, ესე იგი შეხვედრის მერე საერთოდ არ ეკონტაქტება. ალო. ნათია მინდოდა. გისმენთ? ქალბატონო ნათია, გამარჯობა. იცით მე თქვენი პაციენტის მეუღლე ვარ.
ისეთ რაღაცა მაწუხებს და მაინტერესებს. ყველაფერი კარგადაა თქვენთანი არა ნინო, ძალიან კმაყოფილია ყველაფრით, მაგრამ ყოველ ღამე იღვიძებს და პირში ინათებს ფანარს. და ამ ჩანათების მერე რო ვეკითხები, მეუბნება რომ ნათია მირჩია ესო და ანუ ცოტა ვერ ხვდები, მთელი ოჯახი შეშინებულები ვართ. ის რო არის რაღაც გადაცემა იმას გავს ხო? გადაცემა? ორი ბიჭი როზი ხართ და ვიღაცებს რო ურეკავთ ხოლმე ბავშვობივით ხო? ეს ხო ეს გადაცემა არის? არა, მე უღლევარ ნინოს, არ ვიცი, ბიჭებზე გაქვთ საუბარი, არ ვიცი. არ ვიცი მე რომელი ნინოს მეუღლე ხართ მაშინ ნახვამდის. თქვენ ვერ დამეხმარებით? მოდი, სანამ დავურეკავთ, ბუღა დავლიოთ. ბუღა დავლიოთ, სანდომი მივირთვათ, გული გავიწყნაროთ. ვამელისი ხვარი. არა, ტორეო არ მინდა. დღეს კმაყოფილი ხარ? ღამე ვიწყავ ხოლმე ტორეოს. დავიწყარის აღამოებისთვის. ტორეო ჩვენთან ერთად არის. კაი, მიჰაუსი ჩვენთან ერთად არის, ვამელისი. ისე უცებ, აი ვამელისი ისა. აი როგორ მინდა იცი რომ რაღაცაეთ მინდა რომ ლისზე მქონეს სახლი. უცებო მინდა. ვა, აი რაღაცები მოგიდა, ხო იცი? მე მინდა სიმშვიდე რაღაცა ის ლისთან. ხო და მოდი ჯერ ვამელისი იყოს და ლისი იყოს. კლასში ვიყო და ვამელისი ვსვა რომ აი ლისზე იმით რომ სახლი გექნება შენი კერძო, ჯერ ვამელისით დავიწყო. კაი, გადავიდეთ შემდეგ ზარზე. როდესაც მოზებნიყო მე გამოსავართ, მე გიმეტყოდი რომ რაღაცა ერთად მოვაკვეთოთ, რომ რაღაცა იქნება და ლისზე იყიდო რაღაცა და ხო და ვამელისით დაიწყე და მე გადახვა ლისზე. ანუ მეტი რა გინდა უფრო კარგი. გონია რომ ამ პოცის ბოლოს აი აქამდე ჩაიდებ რა, აქ უნდა აი აქამდე idep რა იყო. ეხლა დავურეკოთ პოლიტიკოს ირაკლი კუპრაძეს და უთხრათ რომ ფულს როდის ჩარიცხავენ პოსტების და ფლაიერების და სოციალურ ქსელებში მათი სტატიები რომა გადაზიარებული. ეს არის ლელოსისა ხო? პოლიტიკოსები შემოვიდნენ სარკასტიკაში. ალო, ირაკლი მინდოდა? ირაკლი შვილო გამარჯობა, იცი რაზე გაწუხებ? ჩვენთან ხას როდის დარიცხავთ და თქვენ პოსტებს რო ვაზიარებთ Facebook-ში? თქვენ პოსტებს რო ვაზიარებთ Facebook-ში, ფლაიერებს რო ვარიგებთ? რომელი ხარ? ნანული. ნანული დეიდა. დიახ. დიახ. ქალბატონო ნანული, ესე იგი სავარაუდოდ რომელიმე ხართ და მაღატავებთ მეგობარი, ამიტომ ნატურით გადავიხდით. არა, ნატურით თქვენი სხეული არავის არ უნდა. ანუ რასმა 66 წლის ასაკში ადამიანს ეს როგორ უნდა უთხრათო ნატურით. მე არც ანუ მე მაინტერესებს როდის გადაიხდით თქვენ თვითონ იმ პოსტების გაზიარების, იმ ფლაიერების თანხას რომელიც ორი თვე მე სტუმრეთ ოფისში და დავთვალოთ ყველაფერი და გადავიხადოთ ერთად. მე ამდენი ანგარიში მოგწევთ და მე გესტუმრებით. არა, თქვენ უკვე ისეთი რაღაცა თქვით, რომ თქვენი სტუმრობა საერთოდ არ მინდა. ან კარტოფილს გამოგზავნიეთ. კარტოფილიც არ მინდა, მე მინდა თანხა, რაც მეკუთვნის. არც ნატურა და შმატურა. ნატურა და შმატურა. ოკეი. გასაგებ. ნახვამდის. ნატურით გადახდა ხო ის არის სექსი? მეგონი ტორეო აქ მიღებული ირაკლის მაგარი აშვებულია. მე დაგბურძგლა. ეს ხო პოლიტიკოსია? კი, ლელოს წევრი არ არის? ისეთი სექსუალური და წვრილი ხმაყოთ. რომ ნატურით გადახდა მოუდათ. რა სექსუალური ხმა დასვი, ბიჭო? ირაკლის დაბურძგლა. არ არის პრობლემა ნატურით.
კაი, ეხლა დავურეკოთ ეკა დარასელიას ნეონეოს დამფუძნებელს, კლინიკის სილამაზის ცენტრი 4 და ყუნუ ყველაფრის დამფუძნებელს და უთხრათ რომ გაიკეთე ბიკინი და გვერდები დაგიწვეს. ქალი ხარ როგორც ნუ გავიწერება, თუ კიდე კაცი იყავი? არა, კაცები ბიკინს არ იკეთებენ. ვინ თქვა? არ შეიძლება. რატო გიცადე და არ გამოვიდა? არა, ექიმებმა თქვეს რომ არ შეიძლება ყვერების დასხივება. მართლა. სამიჯერ. ანუ ცად ერთი ორჯერ შენ. მე მქონდა ცდელობა და არ მე ექიმმა გითხრა რა ვთქვი? ეკა, ალიო. თანის ქალის მომ. ალო. ალიო, ეკა გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად, ხავარ? მეც კარგად. რატო გაწუხებთ იცი თქვენს გვერდზე მივიწერე ნეონეოს გვერდზე და არავინ არ მიპასუხა და თქვენი ნომერი გავიგე სამეგობროდან და მაგიტო გირეკავთ. თქვენთან გავიკეთე ეპილაცია ღრმა ბიკინზე და დამეწვა და ამ თემასთან დაკავშირებით წერ ადმინს და აი არაფრად არ ჩააგდეს ჩემი ეს პრობლემა. უი? კი. რომელ ფილიალში? იცით სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტროსთან. აჰა. როდის მოხდა? ერთი კვირის წინ და რაღაცა მას ვისმევდი, მაგრამ აი ძალიან დამისივდა და აი თან ახლა მეორე ნახევარს ველოდები უნდა ჩამოვიდეს და აი ძალიან ისე მდგომარეობაში ვარ, ვერც ფეხს ვშლი, ვერც ვკეცავ. ხო, შეგიძლიათ მოხვიდეთ ფილიალში? ისეთ მდგომარეობაში ვარ, ვერ დავდივარ და რომ მოვიდე ანუ კიდე რო გადამატარონ არ მინდა. არა, გადატარებაზე არ არის საუბარი, ანუ რიცი უნდა დაგეხმაროთ, რომ ჩათხეს ეს ყველაფერი და არა, მე ვიცი თქვენი კვალიფიკაცია, მე ვუთხარი რომ მე მაქვს ქერათმა და ამათ აუწიეს ამ აპარატს. ხო. ისე მტკიო და ვუთხარი და არაო, ესო კარგიაო, რომ ის გაგიქრობთო თმასო და თმა კი არა. რომელმა სპეციალისტმა გაიკეთა? შავგრემანი გოგო იყო. შავგრემანი? თმა კი არა, საერთოდ ფუჩუ გამიქრეს. ანუ ხვალ მოვიდე, ხო, რომელ საათზე მოვიდე? თამაზა, შენ ხარ? ისე დღეში მაგ ფუჩუ ნეონეონა დაგიხო. ეკა როგორ? ჩემო ბრილიანტო. ეკა კონდაც გავსი შემთხვევა როდისმე? არა, ნუ ეხლა მსგავსი შემთხვევა ხონდა გავერკვიო მაინც. თავიდანვე მივხვდი რომ ვიღაც სულელი ქალი რეკავდა, უბრალოდ მაინც დილობის გამო არ გაუთიშე. არა, როგორ უნდა გაუთიშო, ხა ეს საკითხი რას ქვია, ტელეფონის გათიშო. ეკა ძალიან დიდი მადლობა ოქრო ხარ, მიყვარხარ. მიყვარხარ. კარგად. პაკა. აი მე ღმერთო. დაგინე კარგად ვითამაშე როლი. აი მე თავი მტკივა სიცილია. ვამელის ხوار გინდა. არა, ვამელის სუღებულობ და იმიტომ ვარ კარგ ხასიათი მუდმივად. რატო ვახარო და იმიტომ ვარ ვამელის გამო. ცოტა მოვიდეთ გონს ერთი წამი, იმიტომ რომ მართლა ისე ვიცინი ხოლმე, ისე ვიცინი რომ თან სულ ის ირაკლი კუპრაძე შიშველი მახსენდება რომ მოდის რა 100 ტოა 65 წლის კალთა. კაი, გადავიდეთ შემდეგ ზარზე და შემდეგი ზარი იყოს კულინარიაში გადავარდეთ. ჩვენ ხშირად სულ ან ექიმები და ეს იყო სახეობები და ეხა კულინარიაში ზარეულები. ზარეულ, ნუ ხო, შევ კულინარიაზე ეგრევე ჭამამინდება და სანდომი. ეხა დაურეკოთ ქეთი სალაყაია, ალუბალი, ლეპონი, ანუ კარგი ქეთი სალაყაია დაურეკოთ, ეს არის შევზარეული, აღარ ჩამოვთვალოთ. ქეთი რა გვარია? სალაყაია. დარასეუნები. რაღაცა მიმუშ. Your call has been. Алло. ალო, ქეთი გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად მადლობა. მე ჩემმა მეგობარმა მომცა თქვენი ნომერი, იცით რატო გაწუხებთ? ჩვენ ძალიან ხშირად დავდივართ თქვენს კაფეებში და რესტორნებში, ვაკეში, მე ვაკელი ვარ. ხო და ბავშვმა არ ვიცი რა ჭამა, რესტორანი რო არის, ალუბლები, რაღაცა დესერტი. ხო და მოიწამლა, ეხა მე-9 სამამტყოფოში ვარ და უბრალოდ არც ვიცი რა ვუთხრა, რაზი აქვს ალერგია, ბავშვს ვერ გავიგე. რა დესერტი ჭამა? რაღაცა მჟავე დესერტი უჭამია.
შავე დესერტი. ხო, რა შემადგენლობა აქვს, იმიტომ რომ ანუ მე ვიცი თქვენი ხარისხი რომ ძალიან მაგარი ის ესე იგი ჩვენ გვაქვს ეხლა ჩამოგიტყვით ეხლა ამ წუთას ჩვენ გვაქვს პანაკოტა, რომელიც არის, ხო იცით როგორი არის მაწონი და ზევიდან აქ ფილები მოყრილი და მურაბა. ჩვენ გვაქვს ფახლავა, რომელიც იმით იკეთდება და კრემი. მე მგონი პანაკოტა ხო არ ჭამა და რძეზე აქვს ალერგია ალბათ ბავშვს. აი მესა. არ ვიცი. ვერ გეტყვით, ზე არის კრემშიც ზე არის, მაგრამ აჭრილი ხო არ იყო რძიან რამე თუ მან მსგავსი ფაქტი არ არსებობს, ხო? კონტროლდება, არა, შანსი არა. აი, თან იცით როგორ სამი დესერტი გვაქვს და ძალიან სწრაფად იყიდება ყველაფერი. ფაქტობრივად ყოველდღე ახლავის გარდა, ფაქტობრივად ყოველდღე ახალი გეცდება. ხო, არა მე დავრეკე პირდაპირ თქვენთან რომ ჩემს საერთო მეგობარმა თქვა რომ ქეთის დაურეკე ჯობია. ხო, დაგერებათ უბრალოდ აი ეს სამი დესერტი ამ წუთას შავე ესე ამ შავე არაფერი არ მაქვს. ხო. პასუხისგებლობას ახლა ის თქვენი რესტორანია თუ მან პროსტა მუშაობთ? არა, ჩემი არის, ჩემი. თქვენია, ხო. თავი ბავშვი გადარჩეს. არა, ესეთი მდგომარეობა აქვს, ესეთი ეგ დაემართა. თელი თავი აქვს დასიებული. რამე ზიკმა რაღაცა ფოროკვინა, შეიძლება დესერტში ყოფილიყო კრაზანა ან რამე. არა, არ არსებობს ესეთი როგორ უნდა ყოფილიყო კრაზანა, მაგრამ უბრალოდ აი ისევ ნერვიულობ ან ძალიან დიდი ხარჯი არ იყოს ან რაღაცა, ვაიმე არ ვიცი. არ ვიცი, ეგ რა გითხრათ, ეს თუ გავრეკავ, რომ საათზე იყვნენ მიახლოებით და ვკითხავ რა ჭამეს და მაგის მიხედვით. 3 საათზე, აბა დარეკე და გადმოგვირეკეთ. თუ რაღაცა შეიძლება თქვენ დახმარებას დამჭირდეს ფინანსურად. გარეკო საბა ერთი. კაი, დაველოდოთ მაშინ? არა, შემდეგი წერდი თუ რაღაცა. მოდი დაურეკოთ ახლა ფსიქიატრ გუგა სიხარულიძეს და ვუთხრათ რაღაცნაირი ნერვული აშლილობა მაქვს. ალო. ბატონი გუგა მინდოდა? ბატონი გუგა, რაღაც ძალიან ცუდ რაღაც ისე გაწუხეთ, ვიცით, გვიანი უკაცრავად სხვა გამოსავალი არ მაქვს. ჩემ მეუღლეს აქვს ფსიქიური რაღაცნაირი აშლილობა, ხეზე არის ასული. და იძახის, რომ კატავარო და უნდა გადმოხვდეო. რა გავა სასტრაფო გამოძახებულია, მაგრამ სასტრაფო მтко ჩვენ რაც ვიქვერითო, ხეზე ხო ვერავალთო. და რამე არის ისეთი და ან რო დავალევინოთ ან რაღაცა ვესროლოთ ნემსი რომ დავაძინოთ და ჩამოვარდეს. აურეკეთ პატრონსკენ ჩალდო და ხმანა. კარგით. დიდი გადამარეკი კეთილთან კიდე და აღარ ინარიულოს. ალო, დიახხვენი სახელი შეიძლება. კეთი, ბავშვი აღარ არის. გამოწერეს და კარგად არის არ ინერვიულოთ. ვინერვიულე? არა, მეჩქაში არის საქმე. უბრალოდ არავინ არ იყო დღეს 5 საათამდე რესტორანში შესული და შეიძლება სხვაგან იყო ბავშვი. შეიძლება სხვაგან იყოს შესული, მაინც მადლობა ესეთი გულიანი ქალბატონი რო ხართ. ასე რომ მე ჩემო სიყვარულის კუნკულო გიხადებით. კეთი ჩემო ბრილიანტო გადაცემა სარკასტიკაში მოხდი. დაში? თამაზა და გიორგი ნაზღაიძე. კეთი სალამი. ეხა იმასებოდი, ესე ვიფიქრე რომ ვინ არის, აი პროსტა ვაფინდები რომ აი ავისთან ძეს. მინდოდა გული მას გამოვარდა. ეგის ბრალია რომ შეკარგ დესერტებზე არ გვეპატიჟებს. ბატონო, უგუნ გულს გამიხეთქავ, თან გარჩემ სიკტინი. მომკალი. მე შეიძლება მაუწია და ჩემი შვილი შოქშია და მე პანიკა ოჯახში და თოშები. მაგასაც ეკშენი. კეთი, მადლობა ზარისათვის. კი მივხვდი რომ ვიღაც ნაცნობი იყო, ვიტყვი ხوار მეგადავდა, ჩემ მეგობრებმა იციან ესე. მე რა პროფესიას ვრეკვა და მადლობა. მე ძალიან დიდი მადლობა კეთი, პაკა. იცი ცოდო იყო, მე შეიძლება ძალიან ენერგია. კი, თან ხო იცის რა ნერვიულია. შეიძლება იცი.
საიტანიდი. დღეისათვის ზარები შეგვიძლია ხმამაღლა თქვათ რომ შედგა, ასე თუ ისე შედგა. შენიერია. აქვე მინდა გითხრათ რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია Flame Food-ი, ეს არის ტრაფიკობის ობიექტი, რომელშიც შეგიძლიათ დააგემროთ უგემრიელესი კერძები. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია Sandomi, ყველაზე ტკბილი და გემრიელი სნეკები. ასევე გადაცემის სპონსორია გიორგი პარიზი, რომელთან ერთადაც შეგიძლიათ იმოგზაუროთ პარიზში, თავ დავიწყარ მოგზაურობაში. ასევე ჩვენთან ერთად არის მიხაუსი, რომელიც ამშვენებს ჩვენს სივრცეს და შეგიძლიათ ნებისმიერი ავეჯი, ტექნიკა თუ სამშენებლო სარემონტო მასალა შეიძინოთ. ბუღაც ჩვენთან არის, ტორეო ყოველი გადაცემის ბოლოს მიიღეთ ტორეო რომ დაუიწყარით ჩვენი გადაცემის მერე დაუიწყარი კიდევ ემოციები გაგვეთ დილამდე. ხო და თუ ეხა პარტნიორი არ ყავთ და უნდათ რომ შვიდად დაიძინონ, მაგ შემთხვევაში მიიღონ მამელისი. აუცილებლად Sandomi ჩვენთან არის და ეხლა სტუმრის დროა. ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვდა რომ გადაცემაში მოიყვანეთ სპორტსმენები. იმიტომ მოგყავთ მომღერლები, გაცვეთილი ადამიანები და სხვადასხვა ესეთი ადამიანები. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის, ესე ღლიცინით პრინციპში ვერ გამოვაცხადებთ. უბრალოდ ერთხელ, არა, მაგასაც ვერ ვიტყვი გადაცემაში მინდა რომ ის თქვა, ის ყველაფერი ვისი იმედი ჰქონდათ. ადამიანი, რომელიც თამაშობდა საქართველოს ნაკრებში და საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარ მცველი. ნახლა ტექსტია. გადაცემის სტუმარია თორნიკე ოქრიაშვილი. აბა ვნახოთ ახლა თუ მოგვიტანს ფეხბურთის იმებს რა ქვია ფორმებს. და გადაცემა სარკასტიკაში სტუმრის დროც მოვიდა და ჩვენი სტუმარი არის თორნიკე ოქრიაშვილი, ყოფილი ვთქვი და რაღაცა პრეტენზია ჰქონდა კადრს მიღმა. ხო და არ დამისრულებია და ხო და დამასრულე, ჯერ არ მოსულვარ და დამასრულე. არა, ხო და არის თქმის ესე, რადგან არა, ჩემ მომენტში არის თქმის. აი ხა შენი საქმიანობა რა არის ამ ეტაპზე? ამ ეტაპზე უსაქმური ვარ. არაფერს არ აკეთებ საერთოდ? არა. არც ბავშვებს არ ავარჯიშებ. ბავშვებს, საკუთარ ბავშვებს ავარჯიშებ, სხვის ეს არა. და შორის შვილებს იძახი თუ? შვილებს ვიძახი. პატარა ბიჭი მონაცემები ყავს. არა, შვილები ყავს, სამი შვილი ყავს, ვიცი, მაგრამ არა, სხვა რაღაცას ვიძახი. რაღაცა სიუჟეტს უყურე, სადღაც რაღაცა ბაზაზე იყავი გადასული თუ რაღაცა. არა, ბავშვებს არ ვავარჯიშებ. ინფორმაცია და ქუთაისი თუ ფოთის იმაშიც არ წასულხარ არსად. აუ მეღადავები ხო ეხა. არსად არ წასულა. ფოთში რა მინდოდა? გაგრაში ხოთამ. გაგრაში კი, გაგრაში დავიწყი, გაგრა არის ჩემი ისეთი პირველი გუნდი არის საქართველოს ეროვნულ ლიგაში, საიდანაც მე წავედი აქედან. სპორტზე მე მალაპარაკე, ხო და არ გესმის. ფოთი რა შუაში. თანამ გავახურებ თემას, მანამდე ბუღა ჩვენთან არის, პოცი ჩვენთან ერთად. ისე თემებს გიმზადებთ, რომ ჯობია, მიუხედავად იმისა, რომ არ ეწევი. ხო, მოდი გავხსნი ახლა. ისე ტორეო თუ დაჭიროებია ცხოვრების გზაზე. რაღაც ტორეო დღეს გავიგე თქვენგან პირველად და რა. ეგ შეგჭიდება ასაკში რო ხარ, ახალგაზრდა ბიჭი არის. სექსი უფრო მეტად საინტერესო რო გახადო. აქტიური. აუ არა. არა. ძალიან კაი ვარ. თუ რაღაცა არის აქ. ეხა გამოვიდა ხე და განაჩვენე მინდა ხა გამონიუსები რომ ანუ სექსში ძალიან კაი ვარ. რა თქმა უნდა. რამდენს დაინტერესებს რა არისო? ესაც ნახე, ესაც სექსში ძალიან ვერ დაატარებ. მოიცა თუ არ გინდა რატომ იგაკ მაშინ? შენ რა, ანუ მე შეიძლება აქ ვთქვა რომ არ მინდა, მაგრამ შეიძლება გჭირდა. თუ გინდა აი თამაზემ წინაზე გადაცემის დრო დატესტა ეს ხო იცი როგორი რაღაცა. შეიძლება სექსში ძალიან კარგი იყო, მაგრამ აი თელი ღამე და ორი დღე რო ძალიან მაგარი იყო, მაგ შემთხვევაში არა, შეიძლება ის რაღაც მოქმედების დროში ჩავეტიოთ გადაცემის ჩაწერისას, მე გაგიშვათ თუ რამე. არა. თუ დავინახე ციტითლე შენ სახელზე გაგიშვებ. არ შავი ვარ ჩემ სახელზე ციტითლე როგორ უნდა. დამიჯერე გაწითლდა და შენს გაწითლდა. აი არ ვიცი, მე გჯობი ვარ, ახლა გამოვიჩეკე. ეს როგორი რაღაცა იცი, რომ ეს არის ულიმიტო სექსი. ანუ შეიძლება სექსი ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ეს ამას რომ შეიცხავ არ ამთავრებ. ულიმიტო სექსი კაია? ძალიან მაგარია. ვერ რო ფინალში რო ვერ გადიხარ, ხო? არა, გადიხარ კიდე შეიცხავ, კიდე იწევ. ფინალი წაგებული მაქვს და არა. ხო და აჰა, საფინალო არის აქ დაუსრულებელ მოგებაზე ხარ. ხო და მანდაც ვერ ასრულებ. კაპ. ხო და აქ ვერ იტან გოლს, ეგა აქვს ამას რომ გოლს ვერ იტან. ის ვერ იტანს, იმას სხვა პრობლემა აქვს, თორე ამით გოლებს იტან თუ იტანს, კარში ხარ გატანილი გა გოლები. ხრიანებში. კაი, მითხარ, ესე იგი, არაფერს ფეხბურთის მიმართულებით არაფერს არ აკეთებ. ჯერჯერობით არაფერს. მაგრამ უახლოს მომავალში ვაპირებ აკადემიის გახსნას, მაგრამ ეს ყველაფერი ცოტა ხნით გვერდზე გადავდე, რომ ეხა ზაფხულში ვაპირებ დაბრუნებას ფეხბურთში
და ხო რა. ეხლა არ თამაშობ პარტიად ფილმში. ეხლა აღარ თამაშობ ხო. მოიცადე და აბა რითი არსებობ? ქონებები გაქვს გაქირავებული? ბევრი ბინა გაქვს? რამოდენიმე ბინა მაქვს, საკუთარი სახლი მაქვს. ბინებზე ჩემთან უნდა დაცვა ხოლმე კითხვა. დაიწყე. ფართები. როგორც აკადასტრო. ბიჭო, რა აზრია? კი შეიძლება დავამატო, არ თქვა, აი რა აზრია? მოიცა ჩვენ ვიტყვი და შენ რომ ჩაამატე. შენ დაჟესტებსაც ვიძახი რომ დაგინდე, ზოგი ისეთი ქონება გაქვს რომ ვერც ვიტყვი. არ დაგადგნენ. არ გადაგაფორმებინო. არა, მე ფეხბურთელი ვარ, ამას ხო არ დაგავიწყდა. სხვათა შორის ცენტრი კი არაო. თავიდან ბოლომდე ვსწავლობდი მის შემოსავალს. 19 წლის იყო ბიჭო, აი პატარა რა. მე რო 19 წლის კალოშებდი ქსორისთან ჩამოვედი, თვეში ქონდა 40000 евро უკვე შემოსავალი. 18 წლის ვიყავი, აი პირველად მილიონად რო გავიყიდე რა და აი მაშინ ახლა რამდენი წელი ეხლა ხარ 31-ის. 34-ის. 34-ის. კი. შენ მაგარი მომზადებული ხარ. ვერ გაარტყა ვერაფერი. დამაცადე ისეთებს გავარტყა მე ჯობდა რომ ამაში არ ყოფილიყავი მომზადებული. სხვათა შორის რა ქონებებიც აქვს დაგროვებული მე ცოტაა. და ეხლა მგეტყვი რა, ეხლა ვაკეში აქვს სახლი. ავლაბარში აქვს სახლი, კერძო სახლს იშენებენ. ავიშენე. ხო, რაღაცა დასამთავრებელია ჯერ. არა, მოიცა, დავამთავრე ძლივს, მოიცა, რა დასამთავრებელი გაქვს სახლში. კი, აუზი მაგ. რაღაცები აკლია. კიდე? მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის, რომ ამ შემოსავლის გასავალი საიდან იყო? თურმე ძაახე გაჩნილი ყოფილა? სად არ გიცნობდით? აბა, არ გამახსენო ეგ პერიოდი. ანუ რაზეა საუბარი, აბა? მეგობრებს ურიგებდა, მეგობრების საყვარლებს. აი, ერთ დღეში $100,000 დაუნიავებია. ანუ მეგობრის საყვარლები მიყვარს თემა. ყველაზე გადაუბარ არის ის, რომ საზღვარგარეთ თურმე სახში რო ცხოვრობდი, ის რა ქვია, შენი მეგობრები 5-6 კაცი ჩაკავდა, აგულევდი, ასმევდი, აჭმევდი, აცმევდი. სად არ ვიცნობდი? ნუ მიაყარე ხა, მართლა ესე იყო, რომ ესე შენ შემოსავალს უყველაფერს ახარჯებდი სხვას და დაგჭე ეს რამოდენიმე ბინა. ძალიან ბევრი გავანიავე. ნანო? წეღა, ბიჭო, ნანობ, დღევანდელი გადმოსახედი და ნანობ, რომ ბევრი გავანიავე. ის რომ აგულავე. ანუ რა თქმა უნდა, როდის იყო ეგეთი რაღაცა გიფასდებოდა. ჩვენ რო არ ვანიავებთ, იმიტომაც ვართ კარგად. ხო და მასწავლეთ რა ეგ ტექნიკა, მაგრამ ეხა უკვე ვისწავლე. ეხა რა უნდა გაანიავო? რა უნდა გაანიავო? აგულს ხوار გაანიავე დააუს ეხა სახში. ხო, მართალია და. და ეს ჩასვლა და ისენი, ანუ ბუდუ არ ქვია, ზიბზიბაძე არ არის? ბუდუ ზიბზიბაძე, ბუდუ ქვია. ხო. და ეს სახში ჩაყვანა მეგობრების გრიალი, ეს ბუდუ ზიბზიბაძე ეხა ხალხი დაპატიჟა, უცხო. ხო და მოგბაძა შენ თუ აი შენ რო ჩაყვანა? არა, მამამისი არ ამგონია ჩემი ისტორია ცოდნოდა, ეხა მამამისმა გააძრო ეგ ისტორია და არავინ არ მინდა რომ მომბაძოს მაგაში სხვათა შორის. ვეძე ესე ჩაკავდა ხალხი? აუ, ჩამყავდა და საკუთარი თვითფრინავებით ჩამომყავდა, გადავიდოდით, გადმოვიდოდით. კი, თან განა 2-3 დღით. აი შენ მართლა შენ ყოველდღიურობაში ვამელისი უნდა გამოიყენო და შენ იმხელა სტრესი გადატანილი რომ ამას ორ შეკვრას აი უკვე დავიდო. შვიდაც შენ მე ხა მაგას ვერ დავივიწყებდი ვერასოდეს თუ ეს ხალხი ვაგრიალო ამდენი ფული ვხარჯო და მე დავჭე ესე. აუ ვაგრიალო კი არა. სკოლებში დამყავდა ბავშვები რავი 10 წელი. ნუ გაიძულებდნენ თუ რატო აკეთებდნენ? არა, რაღაც სწორად მიმაჩნდა ეგ, რომ ხებს გადაყვე დაახარჯო ფული. ხო, რომ აი ჩემ იმათ რომ ეშოვათ მეც ხო უნდა ვეგულავებინა ესე. თან სანამ ფულზე ვლაპარაკობთ, მარტო ხარჯვა კი არ უყარს. თვითონ ფულის შოვნაც უყარს. არამე ხა ის მილიონად გაიყიდებოდა, იცი ამას სტრესია გადავლილი. თურმე ერთხელ ხა მოვყვები ესეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ შენ თუ გაირბენდი რაღაცა კილომეტრს გიხდინდნენ $2,000. არა, ეგ მერე იყო, მილიონად რო გავიყიდე, მაგის მერე იყო. მერე იყო და თურმე ეს $2,000 რო გაეკეთებინა, ერთხელ დაღმართზე თუ აღმართზე, ხვიდან სისხლის კი წამოვიდი და უთხრეთ რომ ისე მოგცემთო მაგ $2,000-ო. კი, ძალიან ბევრი იყო. რატო დარბოდი? კი, არა, მართალია. სადაც ბორებზე რომ მივდიოდით, ჩვენ მწვრთნელს ქონდა ესეთი გიჟური გეგმა, რომ რაღაც მონაკვეთს თუ გაირბენდი რამოდენიმე წუთში, მოკლედ ზბორებიდან ორი კვირის ზბორებიდან რომ ჩამოხვიდეთ, შეგიძლიათ ჩამოსულიყავით $15,000 პლუს პროსტა რა. იმიტომ რომ აი მაგრად გაიგო. ამას ხვიდან სისხლი გადის და მაგ მინიმუმ $10,000 ბრუნდებოდი ხოლმე რა. ანუ ეს ფულის გამო დარბოდი ესე თუ? ანუ ფეხბურთელი ფულის გამო დარბის ეხლა. არა, იმ ზბორებზე ამ გარბენს გაკეთებდი შენ. ყველა პონჩი უნდა გერბინა, მაგრამ თუ შენ გააუმჯობესებდი შენ ამ სირბილს პლუს
მართალია იმას რო იძახდნენ რომ ყოველთვისო თორნიკესთვისო თამაში ანუ სტადიონზე შესვლა იყო როგორც გეგმა ბოლო მატჩიო ისე იხარჯებოდაო თამაშის დროსო შენ ხო არ უყურებდი ჰა? შენ ხო არ ხო, მაგრამ მე როგორც ტელე წამყვანმა თუ ჟურნალისტი რაც თქვა, ინფორმაცია ძალიან საწყენი არის 13-14 წელი ვითამაში ნაკრებში და მე მაგაზე ორი წელი რო უყურეთ თამაშს. არა, 2 წელი არა, მე სხვა რაღაც გეუბნები. ანუ შენზე იძახიან, რომ თორნიკე იყო ის ფეხბურთელი, რომელიც სტადიონზე რო შედიოდა, იქ იხარჯებოდა ბოლომდე. კი. მაგრამ სიკვდილი. მაგრამ ვარჯიშის დროს კი, სიკვდილი. ვარჯიშის დროს არ იხარჯებოდი ეგრე. ვარჯიშის დროსაც ვიხარჯებოდი. გაჩვდით ერთი. შენი ინტერვიუა ერთ-ერთი სადაც იძახი რომ მეორე დამაბრუნო დრო მაგალითს ეუნები არის რა მაგალითს მისცემდი ახალ თაობასო და იმ მაგალითს მივცემდიო რომ როდესაც შედიხარო საბარჯიშოთო ის საათნახევარი კი არ უნდა დაიხარჯო იმაზე მეტი უნდა გააკეთო აი ხო და ძალიან მაგარ რაღაცას გეუნები ეხა აი სიმართლეს მართლა კი არ ვარჯიშზეც იგივენაირად ვარჯიშობდი როგორც თამაშს აი თამაშის და ვარჯიშის მე როგორ ვიქცეოდი მაგათ გინდათ შენ დაიწყე თუ ჩვენ დავიწყოთ? არა, მიხვალ რა ეგ არის ყველაფერი. როგორ იქცეოდი თამაშის და ვარჯიშის შენ? არა, ანუ როგორც ვიქცეოდი. გინდა ახლა მე მოყვე? როგორ იქცეოდი? ანუ არა, ანუ გინდა მეკითხა სიამბილეში როგორ იყო და შენ რაც უპასუხე და ამარა წეღა რას თქვა რა თამაზამ რომ ჩამოსული იყო სიტყვაზე 10 კაცი მყავდა სახლში. სახლში ხო ვერ დავაჭერდი. გაკავდა სახლში. ხო, მაგრამ ნაკრების თამაშების და სახეს იწრობდა. კი. მაგრამ აი ეს კლუბებში რო თამაშობდა, გინდაც უკრაინა იყო, რუსეთი იყო, გერმანია რო და ხა მე გეტყვი. ერთ-ერთ კლუბში აღმოაჩინეს, რომ მეორე დღისით ქონდა თამაში და იმ საღამოს კლუბში ძიგძიგებდა. დროს ატარებდი. ნახევარ პახმილიაზე იყავი თამაშზე. არა. წინა დღეს არა, მაგრამ ყოფილა ეგეთი ფაქტი კი. ეხლა თუ დილდგამ ტენისაც მიყვედი. კაი, ის და ძალიან მაგრად თამაშობდი თამას. არა, თამაშით მართლა მაგრად თამაშობდი. მე ვერ ვერკვევი, მაგრამ ჩემ გარშემო ყველა, ჩემი ძმები, ჩემი მეგობრები ყველა ერკვევიან და იქიდანაც რო გავიგე, შენ რო უთხარ გადაცემაში მომყავს, ყველამ დაგახასიათა როგორც კარგი, ძალიან კაი ფეხბურთელი მოგყავთო, ეს ბრავო. ამაში იყო შეფასება ფეხბურთ მცოდნეებისგან. მაგრამ ეხლა მაინტერესებს ინტრიგნე არა, როგორ უნდა ვთქვა? ინტრიგანი. რა თქოს? არა, იმათმა არაფერი, მე ვთქვი მე ამბები, რომ შენ ინტრიგანი არ ხარ მე? მე ვარ, აბა, ისთვიზი ვარ. ხო და რა მითხარი, კონფლიქტური ხარ ზოგადად? ფეთქებადი. კი, იმპულსური ვარ, ვიყავი. ხო და ეს როგორ ვთქვა, შენ თანაგუნდელებთან რატომ მოგდიოდა ეს არა, თანაგუნდელებთან ერთხელ მომივიდა ეს. ორი ისტორია მაქვს მე. აბა შენ რომელი გაკითხა? ცოტა რასისტული პირველად ბელგიაში რაც მომივიდა. აბა მოყევი მითხარი? არ იცის. არა, ორივე ვიცით. აბა გაზები ყველაფერს მოგიყვებით, მიდი. სპორტული მანქანის გონკაობა, მე თორნიკე. კი, ავტომობილით რომ მოგზდებდნენ და სანამ საწვავი არ ჩაგეხარჯა იმას ისტორიას იძახი თუ მეორე? არა, ეგ ისტორია საიდან იცით? მოკლედ, ერთი ისტორია. არა, ეგ ისტორია, ძალიან ისეთი ისტორია არის, მაგით არც მარია ჟო, ისეთ სისულელე მაგაკეთებული. ეგ არის ერთი ისტორია, რომელიც შენ და შენი გუნდელები თამაშის მერე აღნიშნავდით, რაღაცა სვავდით. მერე წახვედით ერთი გუნდელის სახლში, ის გუნდელი თავისივე სახლში სცემე. მაგრამ და მერე გუნდის კაპიტანი იყო, ბელგიაში ვიყავი, ახალი ჩასული. მეზობლები ასულიერებდნენ. და მერე მოხდა ის. არა, ჩემიც მაგას, ანუ რა იყო, იცი? თამაშობდი უკრაინაში. და უკრაინაში, და წარმო საქართველოსთან წავედი უკრაინაში, ეს რასისტული თემა ხო იცი ჩვენთვის, ანუ ისეთი იყო რა მოსულა რა. და უკრაინაში არ უტყდებოდათ. არც მაიმუნ, ანუ ხო ხდები, თან მეგობრულ ძმაკაცურა და იმას რაღაც ძალიან ეწყინა და ნუ მაგის გამო შელაპარაკება მოხდა. ეს მის სახლში რომ მოხდა შელაპარაკება. ხო, რა ცოტა შემაიმუნო. და მე სად გაიქეცი ამ მანქანით რომ მოგძევდა პოლიცია და სანამ საწვავი არ დაგეხარჯა. არ გავქცეულა, არა გვაფშე სხვა ისტორია. შენ ასვამზე მე წახვედი და მანქანით იმდენი ხანი იარე. იმასთან სახლში ვიყავი და სახლში მოვდიოდი და გზაში გამაჩერეს რა. გზაში არა, სანამ საწვავი არ დაგიმთავრდა. მანამ არ გაჩერდი. იქამდე არ გაჩერდი. ხო და წყნეთში ვიყავით. და სანამ სახლში ჩამოვედი. ეხა რას რევს ისტორიას, ანუ ამოვიღებ იმას, სკრინებს თუ გინდა მთელი შენი მონაყოლი არის ეგ. ხო, იყო. ანუ ესე იგი იყავი? ანუ გაუბრაზდი და განიავება მინდოდა რა და რა განიავდი ესეთი რომ ბენზინი ამოწურე ბოლომდე. რა მაგარია 150 კმ-ს რო გადიხარო განიავდი.
ახალი ჩასული ვიყავი და ვათვალიერებდი ბელგიას და ამას რა. ამან დატესტა წნეთის გზა რა, ისევ რო ეშვები. ბელგიაში ვიყავი ახალი ჩასული და მაინტერესებდა რა ის. კიდე შემდეგი თემა არის რომ იძახიან რომ მეგობრებმა გაგაფუჭეს, თავიდან კაი ბავშვი იყავი. არა, მოდი ახლა. არავის არ გაუფუჭები ვარ და ჩემი აზრით ცხოვრებაში ვერავინ ვერ გაგაფუჭებს თუ შენც არ გინდა გაფუჭება რა და მოდი ყველაფერი ჩვენ თავს დავაბალოთ. კაი, შენი ბოლო გუნდი იყო. საინტერესო არ არის ხო ესეთი ისენი? არა, როგორ არის? არ რაღაცას ვიზახი, აი. არა, რა სიცულე პირიქით. მოკლედ შენ იყავი ბოლოს კიპრის საფეხბურთო გუნდში. კი. მან მიიღე ეს ტრავმა, რის გამოც დაანებე მე ფეხბურთს თავი თუ როდის არის ეს ტრავმა? არა, დაანებებით ნუ, შეაჩერე შენი თამაში. არა, ძალიან ბევრი ტრავმა მაქვს მიღებული, მაგრამ კიპრზე ტრავმები ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ისეთი სერიოზული ტრავმები არ იყო. რუსეთში მივიღე ყველაზე ბევრი ტრავმა. რუსეთში რატო იჩხუბობდი თუ ითამაშობდი? არა, ციოდა. სიცივისგან? მართლა გეუბნები, ციოდა. ორივეჯერ, აი ორივე მოხლემა გაწყვეტილი, ორივე -15-ში. ისეთი კაი ცხოვრება ქონდა რომ მე სიტფოში გადავიდა რა მუსიკით. ისე გადავიდა და გამოშიშებულიყო. მართალი ხარ თამას. ამის ბიოგრაფიას რო ვკითხულობდი კიდე ნაზღუ ისეთი რაღაცაა მოვარდა ძალიან დამაინტერესდა. ისე დღეში ჩააგდო თავისი მწვრთნელი ძმაკაცი რომ ეხლა ის კაცი არის მონასტერში და ლოცულობს გილიკა. რა უკენი ამ კაცი ისეთი რომ მე არა. სპორტიდან წავიდა რა ქვია სალოცავად. მე არა, მე არა. ჩვენ მეგობრ მაგრა დავიჟეჟებით გადაცემით დასასრულის. მე შინდა რომ მაგიდა არა ატრიალოს აი ახლა თქვენ სპონსორების ბოქსები არ დაგვინგრიო ეს შეგიძლია გვანცასი ატრიალო. რა დამარტე გილიგას მოყები? არაფერი არ დავმართე. ეკაცი არის პირიქით ჩემს ცხოვრებაში ისე დროს გამოჩნდა და პირიქით მაგან დამაბრუნა. მე დამაბრუნა და თვითონ წავიდა. მაგდას ფეხბურთს დანებებული მქონდა. ბავშვი ვიყავი, 15 წლის ვიყავი. მე სულ გიჟი ვიყავი თამას. კაი, ვინ არის? ბავშვობიდან. ვინ არიან ფეხბურთელები, ვისთანაც ძმაკაცობ? აი, განსაკუთრებული ძმაკაცობა გაქვს რა ესეთი. ნაკრების ფეხბურთელები? ხო. აი, ვაკო, ქვილითა, ბუბა კაშო, რავი, თითქმის ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა. და უნდა თუ შენ დაბრუნდე ფეხბურთში. კი. ხო არ ეშინიათ კონკურენტი რომ დაბრუნდება? აუ არა, ისე სიამოვნებ ჩემი ფეხბურთის ცხოვრება რომ ალბათ. უყურება კი, მაგრამ გუნდში რო იყო მათთან ერთად შეება? ანუ უყურე რაღაც მხრივ მართალი ხარ. რომ ფეხბურთი რაღაც მხრივ არა 100%-ით მართალი. ხო, 99-ით. იმიტომ რომ კონკურენცია 99-ით, იმიტომ არის და ბრძოლა პირველობისათვის. ჩვენ გუნდში არ ვთამაშობ, ჩვენ ვთამაშობ ნაკრებში ერთად. და ნაკრებში თავარი არის შედეგი დადო და ვინც ღისი არის, იმანი თამაშობს. რა, ეხ შენ ნამდვილად გონია რომ მარტო ეგ არის აზრი რომ ნაკრებში ითამაშებ შედეგისთვის თუ ის რომ ვინ უფრო მეტი ხალხის სიყვარულს და ფინანსებს მოიგებს. ფინანსები ნაკრებში ნაკლებად არის. აი, ეხა შენი აზრი მითხარი, 10 ვართ გუნდში მაგალითად და 9 არის სუსტი და მე ვარ საუკეთესო. ამ დროს მეც არა ვარ ძლიერი, მაგრამ იმათ ფონზე ძლიერი ვარ. ხო. ანუ როგორ მიჩვენია ესე გუნდში ვიყო თუ ძლიერები შემოვიდე და მე სუსტი გამოვშდე. ვერ გავიგე რას მეკითხები ვაფშე. ნაზღები ნატკობ. ვერ გავიგე რას მეკითხები. და კარგად გაიგო რასაც მეუბნები. ანუ ვერ გავიგე ფეხბურთელის დაბრუნება ნაკრებში გაუხარდებოდა გუნდის წევრებს. ძალიან უნდა გაუხარდეთ, აბა როგორ არ უნდა გაუხარდეთ. რატო ხო შეიძლება შენი დაბრუნებით, შენი თამაშით ვიღაცები გამოჩნდნენ უფრო სუსტები. ანუ მეგობრ ძალიან ლოგიკურად ხსნის და ანას როგორ აქვს ის რა გველი. ანუ უყურე, პროსტა თემა ვერ გავიგე, ანუ მე თუ უფრო ძლიერი ვარ, ხო? всё, მორჩა. ხო და გულწრფელად გაუხარდება შენი დაბრუნება ესე იგი. იმედია გაუხარდებათ, მაშინ ესე გაგცემ პასუხს. უნდა გაუხარდეთ, იმიტომ რომ მე გამიხარდებოდა ფეხბურთელი, რომელმაც 12 წელი ნაკრებში ითამაშა, ამდენი რაღაც გააკეთა ნაკრებისთვის. და მე რო სუსტი მოთამაშეო, ფეხბურთში სუსტი მოთამაშეო და აღარ ვზივარ მაგალითად. ანუ ნაკრებში სუსტი მოთამაშე არ არსებობს რა. ნუ ვიღაცასთან შედარებით სუსტი მოთამაშე. ეხლა შედარებით, ყვარასთან შედარებით ყველა სუსტი არის, ხო? და იმის მერე კიდე ვიღაცა სუსტია, იმის მერე კიდე. ვინ არის შენ ყველა სუსტი მოთამაშე? ო, თუ ეგრე წავედით, დამაინტერესდა მე რომ თქვი რა. აი, რა პონტია. აი, ვინ არის შენი აზრით? თუ კიდე სამს ვიტყვი რამოდენიმეს და თქვი. აი, არ მოსულა რა პონტია და ეწყინება. ამან არის რასტოპის რუმზადებს. თვლი რომ არიან სუსტი მოთამაშეები. რა თქმა უნდა არიან, 100%-ით არიან. მაგრამ თავარია ნაკრებში თამაშობდე ჯიგრით, გულით
და როგორც ბოლო უკანასკნელი თამაშები და რა თქმა უნდა ეხა შენ არიან ისეთები რომლებიც ჯიგრით არ თამაშობენ და გულით ყოფილა ეგეთი თამაში? აუ კი ყოფილა ეგეთი თამაში და რომლები არიან ეგენი? არა ეგეთი რაღაცას ანუ განა და ანუ აქაც კი არა ანუ სახლშიც არ ვიძახი არავისანაც ანუ კაი არა ვიცი რო არის უბრალოდ ეხა თვითონაც იცის ეხა და როგორც გვაქვს ინფორმაცია ყველა თამაშს ესწრები თითქმის ყველა თამაშს ვესწრები ეხლა რა გასტაგებ რომ მაგალითად შენი მაისური 10 ნომრით სხვა რო დარბის ხო ვინ დარბის 10 ნომრით ეხლა? არა გეტირება ოთახში მარტო ჭაკვეტაძე და გული არ მწყდება იმიტომ რომ ჭაკვეტას სუსტი მოთამაშეა ჭაკვეს ეკუთვნის ძალიან კაი მოთამაშე არის არა ძალიან ხუმრობ ეხლა მართლა ძალიან კაი მოთამაშეა არ ვიცი ხუმრობ თუ არა რაცა თქვით ეგრეა ეცნო და ხუმრობ ხო ქერა ბიჭი რო არის გამხდარი რა გამხდარი მაგარჯანზე არის ჭაკვეძე რაცა თქვი სუსტია ხუმრობ თუ არა პირველი რაც მოგდის ვიცი კიდე იგა ხუმრობ ფერმერკოები ფეხბურთში და რაღაცა ხოვდა ისე აი მე ვესწრებოდი ევროპაზე რო გავედით და იქ შეგამჩინე გენაცვალე გამოჭიმული იჯექი რაგაც და გქონდა რომ ამდენი წელი ითამაშე ნაკრებში და აი მაგას იყო როცა გავედით იქ არიყო როგორ უნდა ვთქვა ეხა რომ აი და რაღაც იყო ეგანსთაც რომ აი ოქრის შენს პატრონს შენსას იყო ეგეთი რაღაცას მაგრამ სიხარული იგივე იყო გამომთავრებინე ხოლმე თამას მე ფერმურში იცი მე რა დამემართა ფერმურში ეგრევე გადა ზოგი ისეთი მაგარი გულშემატკივარია ხა მაგანა მე არ ვუყურებ მაგრამ არ მეტირება და ავდექი და ორი დორბლით ჩამოვიცვი აი ესე რომ ყველა ტიროს და მეთქი არ გავბაძგე რა ტირილით მეც არ მეტირია ეხა არა მეც არ ძალიან გამიხარდა ეხა მე ძალიან გამიხარდა მაგრამ იყვნენ ვისაც არ უნდა და ტირილი მანა ტიროდა ხო აი არა რამდენი იყო ბევრი იყო მაგ ეხა რა მითხარი რო არ ხუჭავდა რადგან ამ თამაშებზე გადავედით ის რა თამაში იყო უფლის იმედად რო იყავით თამაში არა მან და უფლის იმედადაც აღარ ვიყავით ხო არა ეგ ვიდეოს ამოვანათებ ჩვენ მაგრამ აი 4-0 როცა ანუ რა დაგემართა იმ ინტერვიუში თამაზე რა აი რა მომზადებულია შეგენაცვალე მე ვიცი შენი მიწერია არა 4-0 მიწერია მეც უბრალოდ ხო არ ვიწყვი ყველაფერს თანაბრად ვინ აწილებ ჩვენ ამბებს ძალიან მწუხვარ და რა ყველაფერის წინ არის და ღმერთის წყალობის აღარ ღმერთი ვეღარ არ ვიცი არ სიტყვები არ მყოფს რა იყო ეს ინტერვიუ უფლის იმედი არ მქონდა არა აღარ ღმერთს ანუ ეხა არ მე როგორც მე აზრი დაცანამ მე აზრი გამოვიტანე რომ შენ სანამ გადიხარ ვარჯიშზე ლოცულობ ხო არ ლოცულობ პირველს ვიწერ მაგრამ ლოცვით არ ლოცულობ აბა უფლის თამაშის წინ ლოცულობ ხოლმე მაგრამ ვარჯიშზე ღმერთზე იყავი განაწყენებული რომ მე ვილოცე და აი ღმერთზე განაწყენებული კი არ ვიყავი წინა თამაშს წავაგე და ინტერვიუში თქვი რომ შემდეგ თამაშს აი ღმერთის წყალობით რატო თქვი და აი ღმერთის წყალობით მე გაგვიმართლებს ეს შემდეგ თამაში ისე წავაგეთ რომ 4-0 წავაგეთ 5-0 წავაგეთ და აი ამ ინტერვიუში გამახსენდა რომ ღმერთის და არა რა ღმერთის წყალობით არა რა ღმერთი ჩვენი დანაშაულია ეს ყველაფერი მეთქი რა ღმერთი არა ჩვენი ანუ არა აღარ ვუყვარვართ მეც ღმერთმა თქვა რომ არ არის თქვენი არა ხო შენ ერთხელაც რო გეთქვა შემდეგზე ვეჭველი მე ხიდა ეწებოდა ეს აი იგრეოდა ათეისტი გავხდებოდი და ანუ არა მეთქი რა ღმერთ შენი ბრალი არა ჩვენი ბრალი ისე მოგულავე იყავი ხო ადრე მაგარი კინა უკრაინის კლუბები გავიხსენო მაგრამ შენზე ამბობენ რომ გავიკითხე შენზე რომ ისეთი მოგულავე იყო და ისეთი მექალთანე იყო არის ნუ არის ეხა ანუ არა არის იმას კი არ ვიდახე რომ ეხა ნუ შინაგანად ოჯახ შექმნიდა მანამდე რა ანუ ესე იგი ვინმე გოგო რომ მოეწონებოდაო სანამ იმ ქალის გულს არ მოიგებდაო იქამდე არ გაეშვებოდა ნაზღო მე მოგიყვები ახლა აქ ვერ ვიტყვი სანამ დაოჯახდება ახლა ის ქალი ძალიან ცნობილია რა ერთი ცნობილი გოგო არის წაბლისფერფენი ულამაზესი იმას პირდება რა ყველაფერი თქვი უკვე და რა არა ერთი წამი არავის გულის მოგებას არასდროს საერთოდ აი არა გულის მოგებას რა გაგებით იცი აი ვიღაცა ხალხს რო იტყოდა ეს მინდა რომ იყოს ჩემი იქამდე გააკეთებდი ყველაფერს სამ შენი არ გახდებოდა ერთი დღით ორი დღით მაგას მნიშვნელობა არ ქონდა აუ არა კლეუს ჩემი სოლე უყურებს ხო ხა რა არა ცოლამდე ბიჭო ეხა რა შუაში ცოლამდე როგორ 18 წლის ვიყავით სოლე რომ 18 წლამდე გულაობდით 15 და 18 წლამდე 16 წლიდან შეყვარებულები ვიყავით უი რა ვქნათ ეხა რა ცალია 13 წლიდან მოგულავე ვარ მართლა ნუ რა ვქნათ ეხა წარსული ცხოვრება ეხა ვერაფერს ვერ იზრდა არა არ იყო ეგრე მაგრამ ძალიან ბევრ გოგოს რომ მოვწონდი ფაქტია
ხო და შენ მოწონდი და აციოკებული რო ყავდი გოგოებს ეგ ფაქტია ფეხბურთზე მიდივარ სათამაშოდ ვარჯიშობ არა მე არ მომეკარებები რო იყო და კი და შეინძახდი არა მცალია ფეხბურთზე მივდივარ უნდა ვივარჯიშო აი არჩევანი იყო ხოლმე აი რავი მაგრამ არა ბატონო გიორგი ბატონო წამყვანო არა იყოს არა მე კი ვარ ისე მაგას აქში ბატონო თვითონ ლენინის კლასელი ვარ ხა კი მართალია კაი ეხა მითხარი ფეხბურთში როდის აპირებ დაბრუნებას აი როდის საფხულს ამ ზაფხულს უეჭველი რა გავიდა ზაფხული ეხლა არ არის ზაფხული ხო რა გავიდა ერთი თვე და გავიდა ხო და ეხლა ის არის შესვენება არის ხო და როდის ასწრებ დაიწყებ ვარჯიშობ კი და ეხლა როგორია ფეხბურთში რომ დაბრუნდები კონტრაქტს მოვაწერ გუნდში ვიქნები რომელ გუნდში ბრუნდები აი ეს გუნდი ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს იმიტომ რომ რამოდენიმე გუნდს ველაპარაკები და სადაც საქართველოს ნაკრები ისა საქართველოს გუნდებია თუ უცხო მანდ ეხლა ყიდვა აღარ არის პირდაპირ ხელფასზე დაგწავე ყიდვა ვიღამ რა დრო იყო მილიონად ვიღამ მიყიდის საქართველოს გუნდებზეა საუბარი თუ უცხოეთში საქართველოს გუნდები და უცხოეთშიც რაღაც ვარიანტები არის არის დაინტერესება იქ კი და აი ამ უცხოეთს ველოდები რომ თუ არ გამოვიდა ნუ საქართველოში მივა პენსიაზე რამდენი წელსაკში გადიან 40 ხო 6 წლის გამო გიღის რა აი უყურე სანამ ახლა შენ გაიკეთები 3 წელი კი გავადა რავი მე რა გაქაჩვა მინდა სანამ ნაკრებში გათამაშები მიყვარს ფეხბურთი და მაგიტო ბრუნდები თორე გადაყოლ ისინი გავლენ 5000 ლარის გამო კი არ ბრუნდები ახლა ფეხბურთში 5000 ლარია ხელფასი ანუ საქართველოში რამდენი ქონდა გაგრაში მეტი არ არსებობს ვეი არა მეტიც არის ახლა ნუ დინამოში მეტი იყო მაგრამ ნუ ეს ისე ვთქვი რა არა რატო მე ვიცი რომ გარკვეულ ქუთაისის გუნდებს აქვთ 20 და 18 ქართველებს იშვიათად ანუ ეს ისე ვთქვი ხო ნუ ქუთაის ტორპედოში პროსტა არ მივდივარ და მაგიტო ვიდა ისე იმდენად ევასები ქართველ ხალხს რომ ინფლუენსერობა რო დაიწყო ხო და რა გავაკეთო რომ დავიწყო არაფერი აი რა პოდკასტი წავიყვანო აი რა პოდკასტი დედაპირ პოდკასტი რო უნდა დაიწყე რაღაცა ნულით ან რაღაცა რა დავიწყო ინფლუენსერი ოქრიაშვილი რაღაცა ნულიდან უნდა სალონები ეგრეთ პირდაპირ გადაცემამდე მაღაზიები სალონები გადაცემას მოუდა თავისი გადაცემა რატომაც არა ამდენი წელია სალონიდან რო გამოდიხარ კარს რო აღებ და თუ გინდა ლამაზი ვარცხნილ მოდი გასაცმელები არა ეგრე არ გამჭიროა ვიცადი რას გოგო შენ რო ეძობდი სამშენებლო რაღაცას რო იწყებ რა ქვია გადაცემას სამშენებლო აი წამყვანეთ დასვი არა მე მშენებელი ვიქნები მალე და კორპუსების შენებობას. ხო არ შეგშურდათ ახლა. კორპუსები არა. არა, მოგაკითხავთ სახლი მაქვს საყიდელი შეგშურდები რაღაცა. ხო, მე ჩვენ საყიდელი. კი ბატონო, კაპიტალ შევდებთან, ვერჩი დაგიგდები. შეაშენებ. ანუ ჯერ გარეუბნები თუ ცენტრალური. არა, აქ. ეხლა სადაც ვარ შეიძლება აქაცავაში. აქ შენო აქ არ წინდა. აქ მე არც ვიყიდი ახლა. შედი გადი? არა, აქ ჰაერი არ არის, რო გახვალ მეზობელი რო აკუებს აქ ის. არა, ეს ძალიან ისეა, კორპუსი. ანუ ხო, მაგრამ აქ კარგი, მიწა უკანაღიდი გა? ეს მიწა, რაზეც ვართ. აქ უნდა აშენო, ბიჭო. მეთქი გვანცა რაზე? ვაიმე ვაიმე გვაგრებე ხალხო სტუდია იგრებო სტუდია მეგობრებო ჩვენ ეხლა გავიგეთ ექსკლუზივი რომ სტუდიის გარეშე ვჩები ვაიმე ვიშველეთ გამოდი ყველანი დაგვიდეკით გვერდში რო არ დაგვანგრიო ანგარიშის ნომერი ამოვა აი გამონაცემა ვიშველეთ თურმე ხავი გვანცამ სად გაიყვანა მოსაწევი და იყოს რა პრობლემაა 1 საათი არაფერიაო აი ჩვენ და მიდი დავჭავდა და კორპუსი იჭიმება 4 საათი ესე იგი დაუბრუნდეთ ახლა ფეხბურთს კოეფიციენტს ვამატებთ 300 რას აი 4 მოიძე დაუბრუნდეთ ახლა ფეხბურთს რამდენი 13 გოლი გაგატანილი 13 გოლი მოგატანილი თუ არ ვიცი ინფო საერთო ეს 13 გოლი ფეხბურთის კარიერაში საქართველოს ნაკრებში მარტო ხო საქართველოს ბევრია თუ ცოტაა ძალიან კაი შედეგი არის ძალიან კაია რა ანუ და ეს როგორ ის მაკრატელა გავიგე რომ მაკრატელა არის შენი ესეთი საფირმო ნომერი თუ როგორა დარტყმა თუ რა ნომერი იყოს ცეკვის ილეთი ილეთი რა ქვია მაგას საფირმო დარტყმა მართალია საფირმო დარტყმა ეს მაკრატელა როგორ არის ხა
აი ნუ ტრიალდი ეს და ხო რა აქ ვერ გავაკეთებთ რას გააკეთო დაიშლება მიდი გააკეთე თუ ანგრევინდა ბარემ თუნა ინვესტორიც აქვე ხარ და მოიცა ეს ხო და ეს ამილე ამ ნაკრებში მაკრატელა არ მაგატანები თუ მაგას ყველაზე მაგარი გოლები მაგატანები მე რამდენი მასში ჩემი აზრით აი ხა ეგოისტებობაში არ შემეთება ყველა დროის საუკეთესო გოლი მაგ ნაკრებში გატანება ყველა დროის საუკეთესო არა გოლები ვნახეთ დღეს თუ გინდა ჩაგერთო ეგ შეიძლება შემწერ საუკეთესო თუ ხა მე მკითხე გოლია გინდის ეგაიტანი გინდის საუკეთესო ხო არის როგორ ანაი ჩემთვის რატო როგორ უტყავე მე თავარი შეაგდონ და ეგ არის არა შენს თუ შეგდებაზე რატო ხარ გამოვაგდება და ისე ეს ქალაქი ხო არ მეშლება ყველაზე მეტი მატჩი ჩაუტარებია ილიშევეციშიო თუ ილიშევე დაიბომბა რა ქალაქია ილიშევეცი მარიუპოლი რო დაიბომბა ეხა ჩვენი ძმების უკრაინაშია ილიშევეცი თუ სწორედ ვიძახი ილიჩას შევეციო ილიცა შევეციო მეთქია ილიჩევეცი ილიშევეცი მე ბოდიში განათხოვრებით ვიყავი მან გამანათხოვრეს 48 მატჩი აქვს ჩატარებული 80 რა 48 მატჩი ეგრე წერია შეიძლება არ გიხდით ისე შენი ძახი რომ ფეხბურთელის ყველაზე მეტი მოტივაციაო არისო ფულიო და ეხლა რო არ თამაშო ფეხბურთს შენი მოტივაცია რა არის გაბრუნება და გაგრძელება არა ფული აღარ მართლა კაი ეხა ვერ და არა მართლა გეუბნები ფული იმდენად აღარ რა აი ძალიან სწორია ჩაასწორე იმდენად აღარ იმდენად არა რა რას კონებები შენ გაგდა კორპუსის შენობას უწებ ეხლა ეხლა ფული მქონდა აი მართლა გეუბნები აი ხო ეხლა ნუ 18 წლის ასაკში 40 ორ კვირაში ერთხელ მერიცხებოდა თან ხელფასი აი თვეში ერთხელ არა ორ კვირაში და რა გაქვს ეხლა აი აქ ვზივარ და რა ვიცი ჩიპს არ მაჭმევთ მიეც გავატანოთ სახ შენ ჭირმე ხო ამის ყბიდან აჰა არა რა უნდა მეთქვა თუ ფული არ არის ამის ინტერესის წყარო რატო ანგრევს დააშენებს მაღალ კოეფიციენტი კორპუსს ანუ ფეხბურთიდან კორპუსზე რატო გადადიხარ ფეხბურთში დაბრუნება რატო გინდა ხო მკითხე არა აღარ არის ჩემთვის მოტივაცია ერთი წამი ფეხბურთში რატო გინდა დაბრუნება ხო მკითხე ხო და ფეხბურთში არ ბრუნდები ფულის გამო შევა ერთი თვე ითამაშო ფეხბურთში ბედნიერმა და ორი თვე და მე ფული მოგინდება ისე რომ მოვიხოდები მე მომიდება და ეხლა ხო უნდა მოვიხოდო ხო და მაგას მოხოდვამდე არ გინდა იმიტომ იცი რომ მოხოდვამდე არ იქნება ეს ფული თორე რომ მოიხოდები ისე კარგად გააფორმე ძვირიან ხელშეკრულებას ამ წარმოვიდგინე ამდენი ვითამაშე რა მე არ მჭირდება 100 გოლის გატანა რომ კიდე სადმე წავიდე და კიდე ფულზე ვიშალიჩო როგორც კი მოვიხოდები თავის მოვა ეს კონტრაქტი ანუ 7-ად არის რომ 7-ად როგორც კი ფული მოუვა ეგრევე გადაცემაშიც მოგრიალდება და თავის სამშენებლო სპონსორად შემოვა რა თქმა უნდა არა სამშენებლო არ მაქვს просто მინდა რა ხო ნუ ერთი კორპუსის სამშენებლო გექნება ყველა აშენებს იქაც შენ ააშენებ რა რა პრობლემაა აი მე კიდე რა კითხვა მქონდა შვილი ყავს პატარა რომელიცაც აქვს ძალიან დიდი ნიჭი ფეხბურთის კი ანუ ორი მყავს ერთი მეკარე არის და მეორე არის აი ის მე ვარ შენ ყავს ერთი გოგო და ორი ბიჭი კი ხო და ორივე გინდა რომ ფეხბურთელი გამოვიდეს იმათ უნდათ რომ გამოვიდნენ გოგოს რომ მოუნდეს ფეხბურთელობა ეხლა მეუნება მე რო გოგო არ ყოფილიყავი მამა უვიჭველი გამოვიდოდი ფეხბურთელი ასე რომ არ ამგონი ისე რომ დომოდა ძალიან გამიხარდებოდა იმიტომ რომ გოგოების ფეხბურთი ძალიან მოიხოდა. ხო, მაგრამ ტრამვები ხო არის დაკავშირებული მაინც ფეხბურთი ტრამვებთან და გოგოსთვის მგონია რომ ძალიან ისეთი ცუდი. ნაზები არის, შენ ხო ეხლა გოგო ნაზი წარმოგიდგენ? არა, სხვა რაღაცას ვიძახი. ნაზი არა, მაგრამ გოგოსთვის ტრამვები სანამ ტრამვას მიიღებდა ბიჭო რამხელა. ხო, მაგრამ რა აზრი დადი შემოვიდა რა ტრამვა ის არის? იმხელა ფული აქვს. დედა მეც ფეხბურთი მეთამაშა და ერთხელ წაქცეულიყავი. ერთხელ რომელ წაქცეულიყავი? ერთხელ წაი კიპში წაი მუხლი ქონდა კიპზე გადაკლედილი და არა, ძალიან ერთ გადაცემაში უყურე. ერთი ხუთი ოპერაცია მაგაკეთდა. არველაძესთან ერთად იჯდა სტუმრად იყო და იყვებოდა ტრამვების რაოდენობას, წერდი თავიდან და მე აღარ გავაგრძელი, იმდენი ტრამვა აქვს მიღებული. რომელს? შენ არველაძესთან ერთად იჯექი. სუფეხებში გითხავდნენ თუ რა? შენ ტრამვა იმდენი გაქვს. კიდე კარგი. ორი ოპერაცია აქვს, ერთი აქვს, ახილა, გაწყვეტილი მაქვს. მაგას მამაღლა ლუიძახი შეიძლება კონტრაქტი აღარ დაგიდო. იმ თამაშიც დოს, ეხლა რო გახო სტადიო არ დაიშალო სადმე გზაში. არა, 1000 ტრამვა მაქვს და რა ვიცი ეხლა. ანუ ხო რა ტრამვები მაქვს რა. ძალიან ტრამვიანი გავიშთი. აი რუსეთამდე სანამ რუსეთში შავიდოდი ვაფშე ტრამვა არ მქონდა. 25 წლის მერე. ანუ ამ სიცივის გამო დაგეწყო ეს ტრამვა. არა, ეს გავიხუმრე ეს სიცივის გამო. უბრალოდ მეთქი ფეხები დაგაძრა. ანუ შენ მართლა არ გაქვს არც ერთი თამაში ჩემი ნანახი? ანუ აი როგორ ვიტყუებოდი ხო გაქვს ნანახი? ერთი ვერ მართმევდა, ორი ვერ მართმევდა და
უიჭველი ფეხებში უნდა ჩაერტყათ. აი როგორ მირტყავდნენ იცი? აი რა. ზოგადად ქართველი ხალხი ხო იცი როგორები. ქართველი საქართველოში ვაფშე არ მიყავდა. რა მნიშვნელობა აქვს? როცა აი ზენიტში იყავი, მაშინ არ გიყურებდი და როგორც კი უკვე აი ფეხბურთთან წამოხვედი, ეგრევე და აი ეგრევე ყვითელ პრესაშია მოვარდი. აი შენ არ მიყურებდი. ცოტაც გაუძენი და გაძლებაზე არ ვარ სხვათაშორის. ოღონდ შენ არ გწევ არ დაგვახეს. არა, გაძლებაზე არ ვარ სხვათაშორის. თამაზე რეებში ძახის ვერ ხვდები ხოლმე ხანდა. მე მაგიტომ ზივარ რა. აუ ჯარიმები რამდენი მაგიცი გადახდილი? რაში გაჯარიმებდნენ? კონფლიქტებში. აი კონფლიქტებში არა, ანუ აი რაღაც დარღვევებზე. აი ამ ჩხუბის გამო როგორ გავიდა? მილიონამდე მაქვს ალბათ ანავი. 9 მილიონზე მეტი 100%. დოლარში ჯარიმები ხო რა, აი გუნდში. მარტო თხილამურებზე დამაჯარიმეს, ფოტო დავდე ბაკურიაში, პროთ თხილამურებზე ვიდიქი. არ შეიძლება. $50,000 დამირეკეს, $50,000. დგომა არ შეიძლება თხილამური. არა. ეხლა რაზე შეიძლება რომ დაჯარიმდე რომ ბარი მაქვე რომ დაგახარჯე. აღარაფერი რა დავჯარიმდე, ამას თუ არ გამატანთ. და ძირადღირებულ მანქანებთან მანქანებით მოძრაობა მოსულა. სტრაფი ტემპით. რა იციან შენ სტრაფად დადიხარ თუ არა და ხა თხილამურები. ძირადღირა სპორტულ მანქანაზე ხა ნელა რო არავინ არ იბლის ხო ყველა მიცის ეგ. ხო, მაგრამ მაგაზე ხა ვერაფერს. მაგაზე ვერა. არა. არა, ესე იგი რაც ფეხებთან დაკავშირებულია და რაც საშიშროებაა რომ შენ ცხენი თხილამურები off-road რაღაცე არ ექსტრემალური რაც არის არაფერზე არ უნდა იქ. რთული ყოფილა. ანუ ფოტო არ უნდა გადაგიღონ, თორე? ფოტო არ უნდა გადამოთო, ის უნდა მესრიალა რა. კაი, ეხლა მითხარ, შენ ხარ რუსთავიდან. რუსთავიდან შენ ხარ, მე რატო ვარ რუსთავიდან? რუსთავში არ ხარ დაბა რა გაირკვა, არ არის რუსთავში დაბა. ბიჭო, ბერეში ვაფშე რუსთავის ნაკრებში თამაშობდა. არა, ეს ვაფშე შოქში, რა რუსთავის ნაკრებში თამაშობ. არა, ნაკრებში კაიციყვიდი თუ რა. აი როგორ ჩაერთო იცი უიჭველი იცოდა. ჩემი არია, უნდა დამიცვას, აბა რა უნდა. არა, გეტყვი, დაცა გადავაკეთებ ამას. შენ ბიჭო, რაც არ ითქვა, ჩვენ ისე ხეჭებს ეხათო. მაინც ორივე დააჩქენი ჩამარტყობენ და რუსთავის სახელით გამოდიოდა რომელიღაც ნაკრებში რა. ხო? რუსთავში ნამყოფი არ ვარ, რა რუსთავში. სახელი. არა, რა სახელით. თბილისი იყო, გუნდი. ხო. ჯიქიაზე ვარჩევდი, რუსთავის ოლიმპიე ერქვა და აჰა, რუსთავის ოლიმპიე ერქვა, სწორედ ვიძახე. სწორედ ხო და გიწერია რუსთავის ნაკრებშიო ეს რა. რუსთავის ნაკრები აქვს რუსთავს? კი. შენ რა გუნდებში იყავი საქართველოში? გაგრა, დინამო. შეიძლება ეხა ენა მიყივლა, მე რაღაცა წინას არ გძნობ ხოლმე რომ ეხა რომ მოიხოდები, შეიძლება რუსთავის ნაკრებში ჩაიგდო. არა, ჩემი ზვაკაცი არის. ჩემი ზვაკაცი არის, ჩემი მეგობარი არის. შენი სახელობის სტადიონი არ გვაქვს, ხო? არა, ხო არ მომკვდარ ვარ ჟე, რა გინდა მოუკვდე. რატო ზაძაფაჩულიას ხო აქ რა მკვდარია? აკადემია. არა, კალათბურთის სტადიონი აქ. მე შემილია რომ გაუხსნა და ჩემი სახელობის დავარქვა. შენ რომ მე გამიხსნა უნდა, რავი რა. მაინც უნდა მოკვდე ამ ქვეყანაში რამე გაგიხსნა. ეგრე შემილია რომ თორნიკე ოქრიაშვილი წავიდა და გაუხსნა. კიდე რა მაინტერესებს მე. რომ არა ფეხბურთელი. აუ არ ვიცი, უკვე არ ვიცი. რომ არა ფეხბურთელი რა ეხლა რა ფეხბურთელია. მაგარი ხარ. შეგილია სემო, რა ვიცი, მე გაძის უფლებას წინაზეც სემეს. იცი რა მითხარი? არა, მართლა. ხო იცი მაგდროს ყველაფერს ავიტკიებ. აი შეიძლება ის ახალი აშენებული სახლი გადმომიფორმო 20 თავი დამანებას. არა, მართლა მაინტერესებს რომ არა ფეხბურთელი, აი ვინ გინდოდა რომ ყოფილიყავი ან მართლა არ ვიცი, არასდროს არ მეფიქრია და ვერც იმდენად 6 წლიდან ფეხბურთში ვარ, რომ არ ვიცი. ეხლაც აი მომავალზე რო ფიქრობ, ну არ ვიცი. ალბათ ფეხბურთში ვიქნები, რა აკადემიაზე გავხსნი და. კაი, მოდი მაშინ ესე დაგისმევ კითხვა. ცოტა ცუდი კითხვა, ცუდი რა მძიმე კითხვა, მაგრამ ნუ ისე რომ ვთქვა. რო ვერ დაბრუნდე ფეხბურთში. აი მოხდეს და ვერ დაბრუნდი რა. კი, ხდება ხო. რას აპირებ მომავალში? სამშენებლო კომპანია მაგნატელი. რამდენჯერ უთხარი და კიდე რას აკადემიის გახსნა მინდა. არა, სხვა რაღაცას გეუბნები. არა, რატო გეუბნები? არ იქნება იმედ გაცრუება მაგალითად იმის რომ იმდენჯერ გამიცნო და იმედი. ბრუნდები ახლა ხო ზაფხულში ბრუნდები დიდ ფეხბურთში ისევ, გინდა რომ ისევ ვითამაშო, არ გამოგივიდეს და ვაფშე თქვა რომ ამ ფეხბურთის ყველა დედაც რაღაცა გული გიგზნობს შენ. არაფერი არ მიგდო. თავი დამანები შეიძლება მე არ დამბრალდეს რამე, თავი დამანები. მე მგონია სხვა შორის არა, რა თქმა უნდა, მაგაზეც ფიქრობ და ფიქრობ იმას, რომ ყველაფერი გამომივა რა. იმის და მიუხედავად რომ ეხლა ვარჯიშობ, ისეთ ხოდზე ვარ, რომ ხოდი არ დამოვარდნია და
ანუ ყოველდღიურად ვარჯიშობ, ასე აქტიურად, ყოველდღიურად ვარჯიშობ. აღარც ერთობი, აღარც სვავ, აღარც აი აღარაფერს აღარ ვაკეთებ, წეგან გვანც ვეუბნებოდი. ერთი აუზე წევ ხარ იზაგრები რუჯები. ისე თავის აუზე. ვარჯიში. კაი, შენ თამაში არის რომელიმე მაგალითად მატჩი, რომელშიც ნანობს შენ თამაში მაგალითად. კი. და რომელი თამაშია, რომელი წლის თუ გაიხსენებ? აი 4-0 როცა აკეს. არა, ეგ არა. მაკედონიასთან ფინალი რო წავაგეთ, აი ევროპაზე რო გავდიოდი. და შენი დანაშაული რა არის? ჩემი დანაშაულია რომ წავაგეთ ალბათ, რა ვიცი, ჩემი დანაშაული. არა, წააგე გუნდურია თამაში, რომ ხო, მაგრამ მე გუნდს ვერ დავადანაშაულებ, ვადანაშაულებ ჩემ თავს. ისე სულ მაინტერესებს, რო იგებთ აი პრემიები რამდენია? ეხლა ხო გაიგეთ რამდენიც იყო პრემია. ვისი? ნაკრებს რამდენი მისის პრემია ხო გაიგეთ ევროპაზე რო. არ მოგვისმენთ. მილიონი ეგ გავიგე. მილიონი? არა, ძალიან ბევრი. რამდენი? ძალიან ბევრი მილიონი. ეს ევროპაზე რო გავიდნენ? არა, ევროპაზე არ უჭირს. არა, რამდენი მისეს ევროპაზე თითოს? ძალიან ბევრი. მაინტერესებს. თითოს არ ვიცი, მაგრამ გუნდზე აუ 30-მდე იყო. მილიონი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში? რატო გაჭირვებული ქვეყანა? რა? ქვეყანა გაჭირვა 30 მილიონი მისცეს? იმათმა წაიღეს. არ დაიმსახურე? თუ რას იძახე? ვait, იმათმა წაიღეს ამ მილიონერად. აბა შენ ხო არ მოგცემდნენ, აი ან თამაზეს ხო არ მისცემ? მე მგონი, ბევრი ვისაუბრეთ. გავიგეთ შენი სამომავლო გეგმებიც და სანამ თავარ თამაშზე გადავიდეთ ქვეთამაშზე. თამაში რა? ქვეთამაში არის ჩამოგითვლი ადამიანებს და უნდა გამოვავლინოთ შენი აზრით საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. კი ბატონო. გვარებს ვიტყვი პირდაპირ. კი ბატონო. ხო გახსოვს რა წამოსული ხარ გვარები ვინც არიან ახლა ნაკრებში იცი ხო? კაი. ლორია თუ გუგეშაშვილი? ლორია. ლორია თუ კაშია? ლორია. ლორია თუ გველესიანი? ლორია. ლორია თუ კაკაბაძე? კაკაბაძე. ჩვენ თანა გამოვალეთ. კაკაბაძე, ხო იცი ვინ არის? კი. აბა ვინ არის? ჩვენ გამოვალეთ. კაპიტანი. სუსტ ფეხბურთელებს როგორ იცი, რომელსაც სწრაფად ახტება, ეგრე სუსტია და ვიზეც ფიქრობს, ესე იგი თulis რომ ძლიერი მოთამაშე. თან იცი? არა, ძალიან ბევრთან მეგობრობ, ძალიან ბევრთან მაკაცობ და ეხლა კაი. ხოდა შორის ამ კაკაბაძეზე იძახიან რომ ძალიან ნიჭიერიაო. ჭკვიანიაო, მართლა? რაში? აი აზროვნება და რაღაცა, ზოგადად ხო იძახიან რომ ფეხბურთელებს ტვინი ფეხებში აქვთ. ეს რა ბანძი რებს იძახი ვაფშე. ბანძობა. ანუ შენ ეგრე უნდა შემოხვიდე ხოლმე სულ? რომ ნერვზე აქშა. კაი. ნაზღო მოემზადე დაფინანსება წამო, ეხლა ეს აქ წამიგდებ შეიძლება. ვანცა კარები გადაკეთე. ლორია თუ კაკაბაძე თუ მამუჩაშვილი? კაკაბაძე. კაკაბაძე თუ შენგელია? კაკაბაძე. კაკაბაძე თუ წიტაიშვილი? კაკაბაძე. კაკაბაძე თუ გოჩოლეიშვილი? გოჩოლეიშვილი. კაკაბაძე. ხო სწორედ ვიძახი გვარებს. კი. პირველად ვიძახი ამ გვარებს ოღონდ მართლა. ანუ კორეელები ხო არ არიან, ქართველები. გავიგე, მაგრამ ეხლა მე რო არ უყურებ ფეხბურთს, ეხლა კიდე კარგად მომზადებული მოვედი ეხლა რა. კაკაბაძე თუ ადლობაში. კვეკვესკირი? კაკაბაძე. კაკაბაძე თუ ჩაკვეტაძე? ჩაკვე. ხედავ რა კარგად, აი მეც მე გამომკითხე. ჩაკვე ისა ხო, ქერათმიანი ბიჭი რა, მოკლეთმიანი, გოგოები რო გიждდებიან. მაგი გული ხო დაკავებულია. აუ არ ვიცი ნა. ამან რა იცი შენ? იცით მაგ ბიჭზე გოგოები იბრძღნიან თბილისში, თურმე ვაკის პარკში. ხო პატარა ბიჭი როა გამხდარი. ეხა მაგაზეთი რა. ხო ეგა. ბიჭო კაკაბა ანუ არა, რატო ვიდე ვაკის პარკში იყო, არის ჩამოსული. ანუ პირველად გავიგე მას. გოგოები გიჟივი. რა ხდება მეთქი. პირველად გავიგეო. ხო იცი ამას ევასება. ნაზღო. ხო იცი ამას ევასება. ამაზე არ გარბიან, იმიტომ რომ ამას სოლშვილი ყავს და ის ხო უცოლშვილოა. ერთ ჩემ მეგობარს მოსწონს ეგ და აინტერესებდა, მაგიტო შემოვიდი ამ კითხვით. ეგ ბიჭი მოსწონს. იქვე ვაკის პარკთან ცხოვრობ და გადაირბენს ხოლმე. რო იყო მოსული, მართლა გადაირბინა დედასპრიცაო. რამდენი წლისაა შენი მეგობარი? სხვათა შორის ძალიან ისეთი კარგ ადგილას ცხოვრობს. არის 28 წლის, 27 წლის. ნუ თბილისელი, ვაკელი გოგოა. და მეორე ნახევარს ეძებს. ეხა რომელი საუკუნისები ხართ? ეხა ასაკზე წონას აღარ აქვს მნიშვნელობა და საკრავად. რატო ვერ იპოვის ვაკის პარკში გარბის მეთქი, რო გაიგებს მეთქი. ხო და შანსი არა, ფეხბურთს არ უნდა გაიგიდე, თორე განა ფეხბურთი იქამდე მიირბენს და მე შეირნობს. ისე რა გაივლი გამოიწვია. ის ფეხბურთელი ხდება. რომ იმის გამო მივიდა ეხა, აბა შენ რა გონია, რა თქვენ ხარ ჭკვიანი. მე არ ჩამივლია მაგდოს, თორე ხო გადავფარავდი ყველას. კაი, გავჩერდით ესე იგი კაკაბაძეზე, ხო ეგრეა?
ფეხბურთელს გადაფარავ? ხო, იმ სიმაღლე ვარ გადავფარა ოპერაციაში. სიმაღლეთ კი? არა, გარეგნობაც მაქვს ეხლა. ნუ ფეხბურთს ვერ თამაშობ ერთადერთი. ფეხბურთელს ვერ. სამაგიეროდ კალბურს თამაშობ. კაი, კაკაბაძეზე გავჩერდით. კაკაბაძე თუ ჩაკვეტაძეზე გავჩერდით. ჩაკვეტაძე აირჩიე? კაი, ჩაკვეტაძე თუ ქოჩორაშვილი? ჭაკვა. ჩაკვეტაძე თუ მიქაუტაძე? ქოჩორაშვილი ხო იცი მეწარმე გახდა. ფეხბურთი ნაკლებად უკვე. მართლა? ჩამოიხსნება, ბურგერებს აკეთებს. რომელი? ჩაკვეტაძე. კი არა და ის ქოჩორაშვილი. ხო, ბურგერებს აკეთებს. ეს აფსაიჩი არის. რატო არიცი? ხო ეგრეა. ბურგერებს აკეთებს რაღაცა მარჯანიშვილზე გახსნა. ხო, ბურგერების ბიზნესი აქვს. რასიც? აი გახსნა და არ დაგიწახა. თან სახიაო. კაი, ჩაკვეტაძე თუ მიქაუტაძე? მიქაუტაძე. ო, ნახე როგორ შეიცვალა. მიქაუტაძე თუ ზივზიბაძე? მიქაუტაძე. მიქაუტაძე თუ დავითაშვილი? მიქაუტაძე. მე ვიფიქრე ნაკრების არასწორი გუნდის წევრი ხوار ჩავსვით მეთქი ისე გაჩერდა. დავითაშვილი. აბრეზას პროსტა უცბად გვარი არ გამახსენ. ანუ სუსტი მოთამაშე. არა, ძალიან კაი მოთამაშე. ამაჩი რომელი გამოთიშა სუსტია. რა გჭირს შე? იცი როგორ გავაკეთებ ბოლოს გამარჯვებული და სუსტები. ესე, აქეთ სუსტები გადმოვიდა. კი, ეგრე ვაკეთებთ ისე და ხო იცი სუსტები და თორნიკებ ჩათვალა რომ სუსტები არის. მიქაუტაძე იყო ბოლო არჩევანი, ხო ეგრეა? მიქაუტაძე თუ მამარდაშვილი? შენ პიარ მენეჯერი, შენი რა არის ეს? ეს ჩემი ძმაკაცია ძალიან ახლო. და კოლეგაც. და ზოგადად ორივე ვართ ისეთი რა ჩათლახები. მე იცი რა არის, მე უნდა კეთილი ადამიანია, თუ ნერვებს გიშლი შემიძლია გავიდე. არა, თამარ. მაღიზიანი. მაღიზიანი. და რა დამაჯერებლა თქვა. რა იყოს ესეც? აი. არ უნდა რომ მაგის გვერდზე რაზე იცინე? არა, просто გამაგებინე რაზე იცინე ისტორია, გაიცინე. შენ რა გაგაცინეს ბიჭო, 20 კაცი გააბანძე ცუდად თამაშობენო, ჩამიდი მიყევი კიდე. ყველაძე თქვი რომ სუსტი მოდი ისენი არიან ფეხბურთელები. კაი. მიქაუტაძეზე ვიყავით ხო გაჩერებული? არა, ბიზე ვიყავით გაჩერებული. თუ ქოჩორაშვილზე ვიყავით გაჩერებული? მიქაუტაძეზე იყო გაჩერებული. მიქაუტაძე თუ მამარდაშვილი? მიქაუტაძეზე არ ვიყავით გონი გაჩერებული. მიქაუტაძეზე ვიყავ, მიქაუტაძე არის. ის მე ჭკვითაგონების სავსე ვარ, პროსტა აკაფსულელობ თორე. მიქაუტაძე თუ მამარდაშვილი? მოვჭით ღლიცს. მამარდაშვილი. მამარდაშვილი, აი, მიქაუტაძე. არ უნდოდა რომ ეთქვა, აი ეს ახლო კადრი იქნება, ტუჩები ესე გეტყვი, მაიცა თქვა მამარდაშვილი. მამარდაშვილი. ვაკოცეთ აი. კაი, ესე იგი, ის მიქაუტაძეც სუსტი აღმოჩნდა. მამარდაშვილი თუ კვარაცხელია? კვარაცხელია. კვარაცხელია თუ შენ? კვარაცხელი. მე. მოიცა, მე თავიდან მკითხე. კვარაცხელია. კაი, ესე ვიტყვი მაშინ, მოდი შევცვლი. კვარაცხელია თუ თორნიკე ოქრიაშვილი? კვარაცხელია. მაგრამ ჩვენ ჩავსვათ მეს, რა თქმა უნდა. და ამით სულ ყველაფერს ჩავსვათ. მესაც მე კვარაცხელი. ანუ თვლი რომ კვარაცხელია. მოკლედ, საუკეთესო მოთამაშეთ პირველი შეფასებით შენი თავი თქვი. არა, პირველი შეფასებით თქვი კვარაცხელია. მეორე შეფასებით შენი თავი თქვი და მესამე შეფასებით გითხრა რომ გაიმეორე კვარაცხელია და რატომ ხდა ესეთი სხვაობა? საკუთარ თავთან ბრძოლები აქვს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ბრძოლები. ანუ მთელი ცხოვრება. ანუ ის რომ თავის შედეგებიდან გამომდინარე, ვფიქრობ რომ ობიექტური უნდა ვიყო რა. და ისე, აი ეს მარტო რო რჩები, რა თქმა უნდა, ჩემი თავი. კარგი პასუხი იყო. მე მგონი ყველაფერზე ვისაუბრეთ. თუ დაგჭერა მისათქმელი. რა ვიცი. იმდენად აცდენილი იყავით ყველა იმას. რას დაედე? თავარია მხიარული გადაცემა ხალხი. ანუ რა გადაცემებშიც არ იყავი აცდენილი თემას და ჟურნალისტები იყვნენ არაცდენილები, რა მოგიტანა გადაცემამ, რო არ მითხრა ეხლა. ანუ რა მომიტანა? ანუ ყოფილი ხარ, ხარ გვიჩივლებ, მაინც. არა, არ ვჩივი. არ გაერთი ამ გადაცემაში? როგორ არა გავერთი. აი რომელი ჯობია რომ ზიხარ და იქ რომ რაღაცა იქაც ვერთობი. დებატები. უყურე მილიონ გადაცემას უყურე. როგორ ხარ იცი? აი ერთი და იგივე. გავიტანეთ 13 გოლი, გავიტანეთ ყველგან ერთი 20 გადაცემა, 13 გოლი გაიტანა. თქვენ სხვა განსხვავებული გადაცემა გაქვთ, ეხა ეს ინტრიგანი, ორი ინტრიგანი და მიდის აი ოღონდ რაღაცა ცუდი რა. ხო გითხარი არ მომეწონე ეს ინტრიგანიო სახელითაც არ მომბარდა.
თამას სარჯობია ეს დაგიძა ხო? ნახე, დააკნი სახე თამაზე ხალხო აი მოგმართავთ. დაგიძა ხო? აი მიპატიებია ყველა ეს ჩემ დამიმართებაში გამოთქმული ფრაზა. მიპატიები. კაი, ჩვენ მაინც კეთილი ადამიანები ვართ. სანამ თავარ თამაშამდე გადავალთ ახლა, ჩვენი გადაცემის სახელით. რა ხალხო, მაკრატელა ვერ გამაქვს, რა გავაკეთო, მაკრატელა. კარგი, აღარ გინდა ტირილი, კარგი. ნუ დაიტირე. კარგი, გადაცემა ჩვენი გადაცემის სახელით გადმოგეცემა Flame Food-ისგან 100 ლარიანი ვაუჩერი ტრაფიკების ობიექტისგან, ასევე ეს რა, სად არის? მარკეტილში. ასევე Moonlight Tbilisi თანამედროვე სილამაზის სივრცე, სადაც მაღალი ხარისხის პროფესიონალური მომსახურება, კომფორტული გარემო და ხელმისაწვდომი ფასები ერთიანდება. ამ სალონისგან, რომელიც ყველაფერს შეხვალ და ყველაფერს გააკეთებენ იმას, რასაც ეთქვი, თან მაღალი ხარისხით 300 ლარიან ვაუჩერს გადმოგცემ. ვა, მადლობა. ეს არის სივრცე მართლაც აი სადაც იზრუნებენ სრულად შენზე და კიდე საჩუქრები არ მთავრდება. ასევე ჩემო თორნიკე, ჩვენი ქართული ბრენდის საფერო. შენ გადმომეცი რა, იმან არ გადმომცის რა. კაი. არაფერიც. მე უნდა გადმოგწე. არა, ეცენ უნდა შევარიგოთ რაღაცნაირად. გოჭია და არა, ძალიან ისე შემოდიოდა ხოლმე რაღაცნაირად, აი. არასასიამოვნო. ხო, რაღაცნაირად. ასევე თორნიკე ქართული ბრენდის საფეროსგან თავის მოვლის საშუალებები, შამპუნები, სახის კრემები, ტანის კრემები, ვიცი რომ თავის მოვლა ძალიან გიყვარს, ასე რომ აკაპტი და გებრილად გაღვიჭინდი ძალიან მადლობა. სრული ნაკრები ქართული წარმოება, მაღალი ხარისხი და ანუ ჩვენც მომხმარებლები ვართ, ძალიან კარგი რაღაცა. ამ ბევრი სპონსორი ყავთ, ხო? კი. აი თმაზე რომ იყურებ ეს რომ ბზინავს საფეროს დამსახურება. იმიტომ ყავს ბევრი. აი შენ კი იძახი რომ თუ ისევ არ იყავით მომზადებული, მაგრამ ხო ხედავ ყველა გვიყურებს ჩვენ და უყვარვართ. ეხლა შენ შეუყვარდ. კი, სხვათა შორის. ვისაც არ უყვართ. კი. არის ადამიანების კატეგორიებსაც არ უყვართ. არა, ნახე მომისმინე. ხო, შეიძლება. არა, ნახე მომისმინე. შენ უყვარხარ ხალხს ფეხბურთის მიმართულებით, ვისაც უყვარს ფეხბურთი. ხო. და ქალებს უყვარხარ კიდე ძალიან. მაგრამ შენი გული დაკავებულია. ეხლა ჩვენი გადაცემით კიდე გაგიცნობს ის ადამიანები, როგორც მაგალითად არაფეხბურთის მოყვარულები არიან, მაგალითად პატარა თაობა, რომელიც მაგალითად შენ თამაშებს ვერ მოესწრო, ხო? არის თაობა. აი, დამიჯერე, რომ აი ხანდახან მიკრის ხოლმე მართლა, ეხა ის რასაც ვიძახი. ისეთ თაობის ბავშვები მოდიან, გარეთ, ვისაც აი მარტო 4 წელი არ მითამაშია ნაკრებში 3. ანუ მე ანუ ხო, რაღაცე რომ ხო, ნუ მოკლედ. ანუ მადლობა რომ ესე მაპიარებთ, მაგრამ არა, შენ დაპირება არ გჭირდება, არა, სხვა რაღაც ახსოვს, შენ დაპირება არ გჭირდება, ეხლა შენ თამაშა ერთ. წარმატებული ხარ, ხა ისეთ მაგარაღაც თამაშა ერთ. ბევრს უყვარხარ და მოსწონ ხარ, მაგრამ ხო არის რაღაცა კატეგორია, რომელიც იმდენად საიდან ხარ? იმდენად თავდაჯერებული იცი რა მახსენებ, ერთი ქალი ვახის რომ ჩემს გავლით ცხოვრებას და ჩემს სიფრო უყურებ ფეხზე უნდა წამოვდგევა, იქ ჩემი არის. იცით რა, ჩემს სივრს რო უყურებ ხოლმე საკუთარ თავს ფეხზე უდგები. იმედ ერთი ისა. არა, აი. არა, ხო, ეხლა. და ჩემი წარმომავლობა რატო გაინტერესებს? ხო გინდა რაღაცა ქველმოკლე. არა, ანუ თბილისი ხო აი მისნობს ხალხი და შენ იმდანაც ხო გვიყურებენ მოეჭველი ეხლა. შენ რა იცი მე საცხოვრობ? ხო და გეკითხები საცხოვრობ მე. მე თბილისში ვცხოვრობ, თბილისში. მე როგორც ვიცი არ ცხოვრობ, მე პროს Prime House უყურებდი და Prime House-ის დროს თბილისში ნუ საიდან ხარ წარმოშობა გაინტერესებს საიდან ვარ თუ სად შენ რო ყველაფერი წაიკითხე ჩემზე ანუ მეც მაინტერესებს მეც ხო ხარ და სერჩე ესე მაგარი სერჩოდი მე ვარ წარმოშობით ქართლიდან ყველაზე მაგარი სერჩოდი აი ჩაწერე ჩემი სახელით ამაზე ყველა სოციალური ქართლიდან არის ხო და ქართლის თემა თუ ზემო ცენტრში და ცენტრული ცენტრი ქართლის ცენტრი რა ყველაზე საუკეთესო ადგილი სადაც არის რა არის საუკეთესო ქსოვრისი ანუ ეგ არის საუკეთესო ცენტრალური ლოკაცია. კი, ქართლში. კაი, მადლობა სტუმრობისათვის. მართლა არა, ჯერ თამაშს გადავდივართ, მაგრამ ინტერვიუ დავასრულეთ. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი არ იყო პატარა ინტერვიუ ხა, ხო? კაი, ისეთი, პროსტა ჩვენ და მგონია რომ მალე მიდის, რავი, ხა მე მგონი მოსაბეზრებელი არის. არა, მოსაბეზრებელი ნახეთ არ იყო თამას. რა სისულელე არის პირიქით. მადლობა რომ მომიწვიეთ. ესეთი ექსპერიენსი, რასაც ეხა გავდივარ, პირველად იყო, მართლა. მე მგონი რომ ძალიან კარგია. ხო, ანუ პირველად იყო, რა თქმა უნდა, განსხვავებული როცა არის, რაღაც ნერვიულობ რა ეხა. ვიცი თავიდან შეგაკეთე გაშინოდა. არა, მე ვფიქრობ, ესენი მაინც ვერ შეგდებია. იცი გავიდი და მისი მეშინოდა. წერა გავიდი და აცრემლიანებული სეგული ჩამწვა რაღაცნაირად. მე ვთქვი თუ რამე არ მოგეწონება, ამოგიჭრით, არის ნერვიულო მეთქი და აი შევაგულიანი და აი მაგიტო ხო ხედავ რა კარგად. მე იცი რა მგონია რომ ზოგადად როდესაც ადამიანს იცნობ ერთი კუთხიდან, ახლა როგორც ფეხბურთელს, ხო? მაყურებელს აინტერესებს. მეორე კუთხიდან როგორ აცნობს შემთავს აცრემლიანებული იყო გარეთო და არა, მაგას არ უნდა დაიჯახ, ყველა მიცის რომ იუმორისტული გადაცემა, მაგრამ ძალიან კარგია, როდესაც შენ გულშემატკივრის
მათემატიკი ვარ და ზოგადად მაყურებელს აცნობ შენ თავს მეორე კუთხიდან რომ არ საუბრობ მარტო ფეხბურთს მაგალითად საუბრობ შენ ცხოვრებაზე რაღაცა იუმორი რო გაქვს შეგიძლია რაღაცაზე იხოვნო იხა არის კატეგორია შენ ადამიანები ვინც მოსულან აქ ბევრი ნაწყენი წასულა მაგალითად ნანიკო ხაძარაძე ვაფლის მთლიანი შეკვრა ესროლა ამას თავში ნაწილი მე მესროლა ხები ნანიკო ხაძარაძე ფეხბურთელი არ არის. ანუ შენ გულში გაიშვი მაგას ენაცვალოს, ხელებში ენაცვალოს, რომ გაუფანა ეს. არ ვიცი უბრალოდ, არა. არ ვიცი თქო, ნანიკო ხაზარაძე არ ვიცი. ნანიკო ხაზარაძე როგორ არის? ანუ ფოტო რომ ნახო შეიძლება 36 წელია ტელევიზორშია, ხალი ჯაჯანიძეზე იძალა და კიდე ზემოდა ხელი რო კრა, ეს მიახეთ ხა. ჯაჯანიძე ვიცი. დედა. ანახე რა ეს ფოტო. საწყალი ეს უნდა ამოჭრა და გაუშვათ ცალკე. კი. შენ გესროლა? ჯერ ჯაჯანიძეზე იძალა და იმედიდან გამოუშვეს მერე. შეურაცხყოფილად ვიგზავნი თავი, მაგრამ რას ვისწავდი? გადაცემას ხوار ჩავშლიდი. ნანიკო ხაზარაძე. მოკლედ მე რო აქვს შეჭრილი. ისე ყველა სოფლიდან ჩამოსულებს აი ეს აქვს რა, ყველა ზევიდან გვივლის რა. არა, თავს კარგად იცავ. ხო, არა, შემიცი. აი. გადაო. მე ვღადაო, შენ თქვი არ ვიცო ფოტორე, მე ვიცი. просто იმდენი ხანია გამქრალია ეგ რო ვაფშე მეთქი. მე რა გაგვქდა. ნუღა ართულებ, ნუღა, მოდი დავასრულოთ. მე უფრო ნუ ამძიმებ. ჯობია რომ მარტო გადავიდეთ თამაშს. ანუ გუშინ წინ დაასრულა თავისი 26 წლიანი კარიერა ტელევიზიაში, სულ ტელევიზორში. დაასრულებინეს. ჩვენც ესე ვფიქრობთ რომ დაასრულებინეს. ისე სახლი რო ხო დასამთავრებელი გაქვს თუ ამთავრებ? აუ, მოდი, გინდა დაგპატიჟო. დიდი სიამოვნები და მინდა გითხრა რომ ჩვენი სპონსორია მიჰაუს და თუ რაღაცა დაგჭირდა ბევრი რაღაცა მაქვს მიჰაუსში ნაყიდი სხვათა შორის. თუ რამე დაგჭირდება სამშენებლო, სარემონტო, ავეჯი იქნება თუ რა, მიაკითხე ჩვენ სპონსორ მიჰაუს და სასწაულია რა. შენი სახელით რომ მივიდე? მიდი ჩემი სახელით თან გადაყვებიან. კაი. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის, მაგრამ გადაცემა სარკასტიკაში ეხლა მთავარი თამაშის დრო მოვიდა. დღეს თამაშობთ მე და შენ, მსაჯი არის ის. მე ფეხბურთს რო არ ვითამაშებ, ალბათ ხვდები რომ ფეხბურთი ჩემი ძლიერი მხარე არ არის. გადაცემა სარკასტიკაში თამაშის დროა! მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის. ხო თქვი ვერ გიტან, აი ამის მე რო ვეღარ ამიტან. იქიდან გამომდინარე რო ერთმანეთს მინდა რომ გადაგკიდო. ვერ გიტან თამას. არა, გატყობს, გამოხედით. ლავის ინდიე. ამ თამაშის მე რო შეგიყვარდებით. ესე იგი თამაში არის შემდეგნაირი, ერთმანეთს ეთამაშებით პინგ-პონგს. ვისი პინგ-პონგით ვის ჭიქაში ჩავარდება, იმას სწავს. ანუ შენ ჩაუგდებ ნაზღოს, რაც გინდა რომ დალიოს და ნაზღოს ჩაგიგდებ შენ, რაც უნდა დაგალიოს. ერთი თამაშობა და 10 ბურთია. ჭიქებში ხარ რა შეეხება რა სითხეები არის? კეჩუპი არის, კვერცხი, ცხარემდოგი, ისე რამდოგი, ასევე არის კუჭის დამცავი. კაი. მე ვიცი შენ კვერცხი ძალიან გიყვარს, თან ეხა სიმღერას რო ვაპირებ. კვერცხს არ დავლებ, წინას არ ვიძახ. კაი, ეხლა რა. თუ წააგებ, უნდა დალიოს, სხვა გასა არა. ჯეირანით ვიწყებთ. დავიწყებთ ჯეირანით. ესე იგი, ქვა, მაკრატელი, ჭა და არა, ბადე, 4 სადგავი და მაკრატელა. კაი, ბადე, ჭა, ქვა. არა, ქვა, ბადე, მაკრატელი. კაი, ჰა. ჯეირანი. ჩავარდა. მე ვიწყებ. ჩაგდებით არის თამაში. კი. ანუ კვერცხს არ დაუმიზნო მეთქ. პირველი მაინც არ დაუმიზნო, რატო იყურები აქეთ? აი აქ იქით ათვიდა წყალში ხო არ ჩავაგდებ, ვერ გავიგე. ნახე, ხელები გადაწიეთ უკან, ხა ხელში ხელი არ შეუშალ. ვიტყვა რომ კალათბურთელი არ ვიყავი. არა, ვერ და. არა, ეხლა არ არსებობს. ყველას ხო არ გადა. აი ეხლა ყველას. არა, ჯერ ერთი თამაში. რა გიდა? აი. აუ, არ არსებობს. როგორ უნდა დალიო? აი, უნდა აიღოს სამართლიანად გადაკრა. არა, შეიძლება ვარტიო მართლა. ეგრევე თუ ვიდი, კაი, ხამხელა ფეხბურთელი კაცი. რედი გამოიარე, ვიდი. როგორ გადაო, მაგრამ კაია. ბრავო! აი, სამაგერ დასწრებს, კაი, ხსდა იოგები. წავიდა. უი, ისე შენო. მიდი. ნახე როგორ დაავაგა. რა გინდა, ძალიან კარგადაა დაალაგებული. არ არსებობს, რა ფეხბურთი ბრუნდებიან, ვერ გაუთხე. მე ხელბურთი არის ეს, ფეხბურთი ხო არა. თონიკე მაკრატელა რო გაუშვა. ერთ მაგას. ის იყო საზიზღრეს. აი, ო, დოგია.
დაწყარე. აი, ეგრე არის. კუჭის წამალი ამას. ოთხი არის, ხო? კუჭის წამალი ამას ყოველდღიურს. არა, ჩემთვის. აჰა. იმიტომ რომ მაცხვა რაღაცას გაუური. მოხოდი ხომ მუღამზე ბიჭებო. წყალი. 2-1 მაინც წინ ვარ და ეს უკვე როგორ უნდა წყალი. წყალი. არაყი არ გვისხრი. დიჟონი დაამუღამე. შინები ყოს წამალი. მიდი. აი გრე. 3-1 მეგობრებო. 3, 2. ჩემი აი და საზიზღო. მან რა ჯანმრთელობის სიაყია. ხომ აი და ეგეთი ჯანმრთელობა. აა 4-1. ახლა ამას ვერ ამთის ვერ. ნახე. ას ვერ დალე. შენ მაგარი კაცი ხო. ეგ რა იყო? მაიონეზი წყალში. დიჟონი დაალევინე რა თორნიკ ნერვი მეშლება. აგად მოვიდა ახლა. შევიდე გამოკონტროლე. რაღა გამოკო. საჯი ვარ თუ პროპკა. პროპკა ხარ ხმას არის. წყალი არ მაწყობდა. აი ეს ხარი არ არის. ანუ შენივე სახში და გამაძე. ეს ტომატის соуსი ხარში გასცენ შეულებია. არ ვარდება, რა გავაკეთო? აი არ ვარდება. აი ეს შანსს მიცი. აი დოგი ხო იქეთ არის დოგი. არა, ცოტათია უცდი. აგებ თუ რა საკეთებ, ვეღარ გავიქეში. ვაგებ, შეჭება, აბა მეტი რა ხა, და მეტი ამას რა ქვია ეგ. თუ მიზანი არ აქვს, ხოთამარ სავარჩი რა გავყვა. შეჟი ხომერ, რაც არ უნდა და ის დავალე. დავალე. იგი მოიხოდე ახლა დანერვებზე არ მომშალო. ამის არ ვარდება და რა გავაკეთო ეგ. ყოფილი ფეხბურთელის საბლატაო სად არის დროს? მაინც შეაგდებდა ბიჭო. არ ჩადი და რა გავაკეთო? დაიცა ძალიან დაიცა. იმას თორა მოგეციგებო. ეს არა მოჭრა, ეს არა მოჭრა. რა მოიზადა ის? წელი ჩააგდო. სხვაზე ვიყავ. რა ჩააგდო? უჩე საღო. სხვაზე ვიყავ. რა ჩავაგდი მაგაზე ვიყავ. აუ შენი. არის. და ყველაზე წარცხარე. აჰა. აგეწვა პირი? ამას რაია? აუ წყალს ჩამიგდე რა. არის. აი, ეხა დაგიოს ეს რა საზღვრობა, ეხა ნახე კუჭის წამალი. უჩი. მე ვიყავ გაფუჭებული კუჭის წამალი. ეს რა კუჭის წამალი. არ ვიცი რომ გადაგიყვანო სამტროფოში რა დაგალებინე. ამირეკონ არ ვიცი რაში რა გადაურიე ოღონდ ბატონო. აუ ხადა. როგორ გაწია? ნაგები წავიდა და როგორ გაშალა. აბა აგე რა დამალე. ვაიმე! და დოქში ჩაგდე. ახ შენი, აი წაწოდა მაგლიო. ჩაგდე რა დოქში ჩაგდე. აუ სადვის როლე რა. დაიცაბა. ნას გვარ შეგისურვო სამა. აი და წყალი არტო დავალევინე და ანუ დავუეჭველი ისეთი სუნი პირში რა ვიცი. ეხი სუნი მა პირშიო მაგ. თორიკე შეხვდა ქუჩაში ისეთი სუნი ამოჭ. შენ ვერ მოყე
მოყევი ისტორია კიდე. ტექნიკური ხარვეზია მოყევი მეგობრებო. კიდე ისტორია. ტექნიკური ხარვეზია, ვაიმე რა გავგნათ? ტექნიკური ხარვეზი. დობია. მოსაგები სადა. დალიო ბუღა. როგორი გონებას კარგა, ხო ხე დავეცე. არ მაინც მოუგებ, ვერ ჩააგებს იმის. ვაიმე. ეს ვინ? ვამოს! აი განადგურებაც ამას ქვია. ამაგი და შეგეჭყრი, არავე, გაგეკეთებინა, როზი ხარ, ბოძივი და. ვამოს! რა ვიჭიგით მოგიგო. მეგობრებო, სამწუხაროდ. სამითო რა, სამი, ყველა ჭიქა აქ მიდევს ვამში. ეხლა მე ვფიქრობ რომ გავლე ედავტოვე, რა იყო? მერტო, რა საჭირო. არა, ესე დასრულება არ მაწყობს, ისე დავამონტაჟებთ რომ ჭიქები იგივე და სამწუხაროდ ტექნიკური ნიჩია დავტავდა. არა, თორიკე მადლობა მოსვლისათვის. ნამდვილად ღირსეულადაც მოიგო. გენაცვალეთ. მაგრამ მაინც კვერცხი დავალევინეთ, რაც არ უნდა და ის გავაკეთე. ყველაფერს დავლევდი. აი მე გეხმარებით თქვენ არის ლაპარაკობთ. მეგობრებო, გემშვიდობებით ორ შაბათს 22 საათზე გვიყვებით. რა საშინელი სტუდია მოგიყვიდან რა.